მოგახსენებათ მოცარალა სულგუნი ბიძაშვილ მამიდაშვილები კი არ არიან ერთი ოჯახია დედმამიშვილები არიან რამდენად ხარისხიან ყველს ჭამთ ბევრი ფალსიფიცირებაც ხდება ცუდი ყველი კარგად საღდება როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ყველი ხელოვნურისგან რას იწვევს ასე თქვათ ეს ცუდი ყველის ჭამა და პირველი კითხვა მიჩნდება რითი გარდაიცვალა სიმსივნე ხომ არ იყო რა არის ყველაზე კარგი პირობა ყველის შესანახად ძალიან კარგი შეკითხვა და გეტყვით რატომ სულგუნს არ უყვარს კატეგორიულად არ უყვარს მაცივარი რომელი გუდის ყველაზე უკვე ორი თუ შური გუდის ყველი შური გუდის ყველი და მეგრული გუდის ყველი ორი მეგრული არ უწოდ აი ნახეთ როგორ მიხარია რომ არ იცით წარმოიდგინეთ საკუთრივ მეგრელებმაც არ იცოდნენ კი მეგრული გუდის ყველაზე რომ გადავიდეთ მეგრელი მწყემსის პერფექციონისტი, ზოგადად მეგრელი პერფექციონისტი ამაზე შევთანხმდეთ, ხო? იმსახურებს გუდის ყველი, ექსპორტზე გატანას და არ ვიცი ქართული ბიზნესი მედი ამას სერიოზულად. კი თუ ყველაფერს დავიცავთ, რა საკვირველია. შებოლვის თემა ძალიან წვავე დგას ქვეყანაში. კი, მაგითო მაინტერესდა. სადაც გინდა იქ შებოლოსი არ არის, მატლი აქვს ყველს. შიგნით მატლი ფუთფუთებს და იმდენად ინტენსიური მოძრაობაა შიგნით რომ გეჩვენება რომ ყველი დადის. სად არ უნდა ვიყიდოთ მოდი ჯერ ეს თქვა ყველი. ქუჩაში. გამარჯობა, მე ვარ ზუკა მახარაშვილი და ეს არის ფერმერული პოდკასტი მეურნეობა მეორე ეპიზოდი. დღევანდელი ჩვენი თემა არის ყველი და რძე. მთავარი ყურადღება გამახვილდება ყველზე და ჩვენი სტუმარია ანა მიქაძე ჩიკვაიძე, ქართული ყველის დედოფალი. სანამ ანაზე გადავალ, მინდა მადლობა გადავხადოთ ჩვენ მხარდაჭერ კომპანია ProCredit Bank-ს, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, აგრომიმართულება და რეგიონების ეკონომიკური გაძლიერება ბანკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ხოლო ასევე მადლობა მინდა გადავხადო აგროტექნოს, რომელიც არის აგრომექანიზაციის ლიდერი 12 წლიანი გამოცდილებით. ისინი ქართულ ფერმერებს აწვდიან ხარისხიან ტრაქტორებს, სერვისსა და ავტონაწილებს. გამარჯობა, ანა, მადლობა რომ მოგზანდით. მგონია რომ ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოგვივა. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის. მოდი ესე პირდაპირ კითხავთ, რატო ხართ ქართული ყველის დედოფალი და ვინ შეგარქვათ ეს სიტყვა? სხვათა შორის კონკრეტული ადამიანი არის გივი ტუხაშვილი. გივი ტუხაშვილმა დამიძახა პირველად ყველის დედოფალი. მე მიყვარს როცა მაქებენ ზოგადად ეპიტეტებით მამკობენ და ძალიანად შევიფერე სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ კარგია რაღაცნაირად როცა რაღაცას აკეთებ, შრომობ, მუშაობ და რაღაცას ეს აღმატებულ ხარისხში წარმოგადგენს ადამიანი, მოქალაქე, ჯგუფი ადამიანების მე რო უკვე წამოვიდა ყველის დედა დედოფალი, რაღაცა ძალიან ბევრი ეპითეტი მოყვა და რატომ? ახლა თქვენ იცით რომ მე რაღაც პატარა ვიდეო რგოლებს ვაკეთებ და როდესაც საუბრობ კონკრეტულ ერთ ყველზე სიტყვაზე და ვახასიათებ ამ ყველს როგორ დაიბადა ეს ყველი, როგორ განვითარდა, რომელი კუთხის არის, რა თავისებურებები ახასიათებს, როგორ უნდა შევინახოთ, როგორ მისცეთ ხანგრძლივობა, როგორ გავაძლებინოთ. 100,000-ობით ნახვა აქვს, იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან უღირთ რაღაცა, რომელიც არის სამეურნეო კულტურის მარგალიტი და ასეთი არის ღვინო ქართველისთვის, ასეთი არის ყველი ქართველისთვის თავისთავად ცხადია და ასეთი არის პური ქართველისთვის. მერე მოდის თაფლი, ზეთი და სხვა საკვები. მაგრამ ეს სამი ძირითადი ყური, ღვინო და ყველი არის ისეთი რაღაცა, რომ ჯერ ერთი შემადგენლობითაც კი ისეთი შემადგენლობა, სულ რომ არაფერი არ ჭამო მთელი ცხოვრება და მარტო ეს სამი გქონდეს, თავისუფლად გაძლევ, ვთქვათ, ხილს თუ არ გამოვრიცხავთ, თავისუფლად მთელი ცხოვრება გაძლევ და იქნები ბედნიერი, იქნები სულ შემართებული, იმიტომ რომ იქ ნახშირწყლები ნორმალური იქ არის სიტყვაზე, მთელი ჯგუფი 2000 მეტი აქვს ნივთიერება ყველს და რასაკვირველია პური თავისთავად, ხო, ღვინო, პური, ყველი. აი, როცა ვიწყებდი ამ პროექტს, საერთოდ ვერ წარმომედგინა, რომ აი ასეთ სიღრმებისკენ წავიდოდით და ეს 1000 წლეულებს გადავწდებოდით და უცებ აღმოჩნდებოდა, რომ 8000 წლიანი ისტორია არა მარტო ღვინის გვაქვს, არამედ თურმე ყველისაც. რატომ? იმიტომ რომ სიტყვაზე მუზეუმებში აღმოვაჩინე არტეფაქტები, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მე ვარ 8000 წლის.
ახლა ნახეთ როგორი რაღაცა არის ყოლის დედოფლის პოზიციიდან გელაპარაკეთ. მოკლედ, ოდესაც იღებ ჭურჭელს ხელში და აწერია კატალოგში, რომ ეს არის ყველის ჭურჭელი. მიდის დავა, როგორ 800 წლის წინ ყოლს ვაკეთებდით? კი, ვაკეთებდით. კი, აკეთებდა ფოტოქართველი, პირველი ადამიანი, სულ ერთი აქვთ, უგანდაში არ აქვს მნიშვნელობა, რატომ? თროხა ყველგან იწველება, მეწველი საქონელი, ძუძუმწოვარი, ყველა თითქმის მეწველია მოგეხსენებათ და რძე არის თვითაჭრადი პროდუქტი. როგორც კი მოუწველე, რამდენიმე საათში, თუ მაღალი ტემპერატურა, თუ შესაბამისი პირობები, ეს აიჭრება, თვითაჭრადი ნედლეულია. ამიტომ როგორც კი აიჭრა იმ ჭურჭელში, რომელშიც ჩაწველეს, მაგრამ ჭურჭელი იყო ბევრნაირი, ახლა მუშაობ სხვადასხვა ყოლის არქეოლოგიაზე, ერთ არაჩვეულებრივ მწერალ გოგონასთან ერთად, ჟურნალისტ ქალბატონთან ერთად, შორენა მერკვილაძესთან და ვაკეთებთ ყოლის არქეოლოგიას და აი კვლევა ძიებით მივედით იქამდე რა იყო პირველი ჭურჭელი აღმოჩნდა რომ იყო სულაც თქვა ცხოველის ბუშტი რომელსაც ესეთი ბუნებრივი კონტეინერი ქვია თავის დროზე ხო მერე გუდა მერე უკვე თქვა ხიდან გამოჩორკნა რაღაცა მერე უკვე ადგა და თიხით გამოძერწა რაღაცა აი ასე ყოლის დედოფლობაში დასაკვირველია ყველაფერი ხუმრობით, მაგრამ სერიოზულად კი მე მაინც მეცნიერებიდან მოვედი ყოლში, იმიტომ რომ მე ვარ ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი და მქონდა ძალიან საინტერესო სამუშაო თემა. ეს იყო ხილვაჩვენებადა და სასწაულთა იერსახე კიმენსა და მეტაფრასტიკაში, სად იწყება კანონიკური ტექსტი და თავდება უბრალოდ კანონიკური ტექსტი, სად იწყება მწერალი. ამის მერე სრულიად ჩემგან დამოუკიდებლად მოვხვდი ტელეკომუნიკაციებში, ხალხოდ იყო ესეთი ვაკანსია ჟურნალის მთავარი რედაქტორი და სიამოვნებით მოვკიდე ხელი ამ საქმეს, იმიტომ რომ რაღაც ახალი იყო ინტერნეტი, იწყებოდა, ჯერ არ არსებობდა კომპიუტერები, ჯერ კიდევ არ იყო ტაუერები, მხოლოდ დესკტოპები იყო და რაღაცა, ну აი Windows-იც კი არ არსებობდა იმ ეპოქაზე მაგ საუბარი. ამ დროს მოვხვდი კავშირგაბმულობის სისტემაში, ჟურნალში, როგორც რედაქტორი და თხოვე მაშინდელ მესვერებს რომ მომეცით ერთი წელი დრო რომ კითხვის დასმა ვისწავლო სწორად. ეს არის ჩემი ცხოვრების პრინციპი. სანამ კითხვის დასმას არ ვისწავლი სწორად, მანამ თემას არ ვეკარები, არ ვეხები. ისე მოხდა რომ ახლა როგორც მეძახიან ყველის დედას, დედოფალს და ბებიას და ასე შემდეგ, მაშინ შემარქვეს ელექტრონული ანა. იმიტომ რომ ყველაფერზე ვლაპარაკობ, ელექტრონული ვაჭრობა, ელექტრონული მთავრობა, ანუ ნელ-ნელა შემოდიოდა ინტერნეტი და აი ამ ინტერნეტის სამყაროში, ძალიან საინტერესო ჩაჯდა ჩემი თავი, ასე ვთქვი, მე იქ ვიპოვე ჩემი თავი. მერე მოხდა ვარდების რევოლუციის დროს ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ეს თემები წაიღეს სხვა ადამიანებმა და ღმერთმა ხელი მოუმართოს, აი იუსტიციის საბჭოს სახლი, მაგალითად იუსტიციის სახლი ერთ-ერთი ჩვენი პროექტი იყო, მაგრამ ის ძალიან კარგად დასრულდა და კარგად დღესაც ესე ვთქვათ, ერთი ძალიან ჩინებული პროექტი გახლავთ. მე დავრჩი უმუშევარი, ძალიან ბანალურად მოხდა ჩემი გადედოფლება და სრულად შემთხვევით შევეხე ამ თემას, რაღაც წიგნს უშვებდით საქმიანი საქართველო და იქ მქონდა ერთი ესეთი რუბრიკა სამეურნეო კულტურა და ამ სამეურნეო კულტურაში ერთმა ქალბატონმა მოიტანა კარგი ფოტოები და ეს იყო სულუგუნის ბაზაზე. მე კი დღეს ელეგენს ვეძახი დაბეჯითებით. მაშინ მეც როგორც ყველა ჩვენთაგანი ვეძახდი სულუგუნის ბაზაზე მოიტანა რამდენიმე ნაკეთობა, მათ შორის იყო ხვეულები, რომელიც იყო ნადუღის თავსით. არ იყო ეს ქართული თემა, ეს იტალიელები აკეთებენ ესეთ როლებს, ყველის როლებს. მათ მოგახსენებათ მოცარალა სულგუნი, ბიძაშვილი, მამიდაშვილები კი არ არიან, ერთი ოჯახია. დედმამიშვილები არიან, ხოსხა ტემპერატურა შეიძლება, მაგრამ საგემოვნო თვისებით და ტექნოლოგიური პროცესით თითქმის ერთი და იგივეა და მოიტანა ეს ფოტოები და შოკში ჩამაგდვა მრავალფეროვნებამ, ერთი ყველის ბაზაზე გაკეთებულმა მრავალფეროვნებამ, იქ რაღაცა ბოხჩები იყო, ეს როლები იყო ათასნაირი, სხვადასხვა შიგთავსით შებოლილი, შეუბოლავი და გემრიელზე გემრიელი. და ჩემს პედაგოგს, რომელიც მაშინ მეხმარებოდა ამ საქმიანი საქართველოს კეთებაში, წიგნის გამოცემაში, მკითხე ქალბატონ თამარ ცაგარეიშვილი არის ეთნოგრაფიის, აი გურუ, რასაც ქვია, პირდაპირ მემკვიდრე გახლავთ გიორგი ჩიტაიესი, ვინც ეროვნული მუზეუმი ღიაცის ქვეშ დაარსა კუსტვისკენ. ეს მისი იდეა იყო ბატონი აი ამ არაჩვეულებრივი აკადემიკოსის გიორგი ჩიტაიესის მისი პირდაპირ სამეცნიერო მემკვიდრე არის ქალბატონი თამილად ცაგარეიშვილი და ვკითხე ქალბატონ თამილად რა ხდება ჩვენ თავს ამ 4 ყოლის გარდა რაღაცა გვაქვს და ეს მრავალფეროვნება
მითხრა რომ ეხლა შენ ძალიან კარგ საქმეს აკეთებ, ეს კარგი წიგნია, მოდი გაგძელე რა ეს წიგნი და არ გაიხედვა თემისკენ, იმიტომ რომ ძალიან რთული თემაა მეყოლეობა, იმიტომ რომ ესეთი აი გარგაგიგია ესეთი გამოთქმა, არასიცინი ყოლის ვაჭარივით. ანუ რთული ხალხია მეყოლეები საკამავად, იმიტომ რომ იტყუებიან წონაში, იტყუებიან ხარისხში, იმიტომ რომ ალფუჭებადი პროდუქტია. ნუ გადავეკიდე მეთქი უნდა მითხრათ გქონდა თუ არა იმ 4 ყოლის გარდა, მე ახლა ასე ვიწყებ ყველა შეკითხვას. რამდენი ყოლი გქონდა, რამდენი იცოდით თქვენ და დაიწყებენ ჩამოთვლას. იმერული სულგუნი, გუდისყველი და ეგრეთ წოდებული ქარხანა. მორჩა, აქ თავდება ჩვენი ქართველების ჩამონათვალი ყოლში. და როდესაც ეს ვკითხე რომ ამის გარდა კი როგორ არა გქონდა და მათხოვა ერთი პატარა გამოცემა ზედარძის პროდუქტების საქართველოში, რაც გარდაცვლილი ბატონის გიორგი გოცილიძის ნაშრომი იყო, პატარა ნაშრომი, საკმაოდ ისეთი მოკლედ იყო აღწერილი ზედარძის პროდუქტები საქართველოში და ჩამონათვალმა დამასხა თავბრუ, იმიტომ რომ ვერ ვიგებდეს რა ქვია ტენილი, რა ქვია დამბალი ხაჭო, რა ქვია ნარჩვი, რა ქვია ჩოგი, კალტი, იაკინ კალტი, აი ეს სიტყვებს ვარ ახუნებ, ამ შემშულს უყვებ, შემშულ დედა ხო არ იგინები რა არის, რა სიტყვები ეს, აიდან მოგაქვს. აი ერთი ღამე გავათენე, ძალიან ბევრჯერ წავიკითხე ეს პატარა ბროშურა და დილას ვეუბნები სანდროსო, სანდრო, ჩვენ გვაქვს ახალი პროექტი ქართული ყველი. აი ესე დაიბადა პროექტი ქართული ყველი თავის დედოფალთან ერთად. რამდენი იყო ჩამონათვალში დაახლოებით? ჩამონათვალში არ იყო ბევრი, მაგრამ მე უკვე კვლევა რომ დავიწყე და ექსპედიციები, ამას შეეწირა ჩემი ერთოთახიანი ბინა. როცა დავიწყე კვლევა, მე მეგონა თქვენი ისტორია მოსმენილი მაქვს და მეგონა რომ აუ გადაირევა მთელი საქართველო და ყველა მინისტრის სახლში მომივარდება და მეტყვენ აბა რა კარგი პროექტი გაქვს, მიდი აბა გააკეთე. არამც თუ დაინტერესება არ იყო, იცინოდნენ კარგი რა ფესტივალი გავაკეთოთ ვამბობდი, დავათრებდი ამ კონცეფციებს 1-3 წუთიდან მეორეში, მეორედან მესამეში, მეოთხეში და სრულიად შემთხვევით დაჭირდათ ღონისძიების გაფორმება. ეს იყო მეღვინეთა 31-33 კონგრესი, მთელი მსოფლიოდან იყვნენ მეღვინეები ჩამოსული და ვიღაცამ თქვა რომ აი ეს კაილო დადის რო იძახის ყველი, მოდი კითხოთ ერთი რა ყოლის მოტანა შეურე და გააკეთოს აბა რამე ღონისძიება და დაიგეგმა სიღნაღში, ბებრის ბაღში პირველი ფესტივალი 2010 წელს. და ჩატარდა იმდენად წარმატებით, რომ ადამიანები, რომლებიც მონაწილეები იყვნენ ამ კონგრესის, არ ჩამოდიოდნენ ავტობუსები და ნახეთ კაცო მაგათთან იქ მეში რა ქვია რესტორანში 4 ყველი აქვს და თანაც ისიც მარილიანი ყველი და არ იჭმება და რაღაცა და ჩამოვიდნენ პირველი, რასაც შეხვდნენ იყო ტენილი ყველი, ზუსტად მე მეჭირა 3 კილოიანი ქილით ეს ტენილი ყველი. მე თვითონ არ მქონდა გასინჯული, მე თვითონ პირველად ნახე, იმიტომ რომ გამომიგზავნეს მესხეთიდან სპეციალურად ამ ფესტივალისთვის, იმიტომ რომ ძალიან მეშინო და პირველი ფესტივალის მეგონა რომ ის ყველა ყველი რომელიც მე აღმოვაჩინე არ ჩამოიტანეს და რომ გავასინჯე ეს ტენილი ყველი, მე თვითონ ესე მომიხვდა თითით უჩვენთან და მეთქი მომეცით და მიბრუნეთ უკან, იმიტომ რომ ეს იყო აი როგორ გითხრათ, აი 6-4 საკვები ალბათ, იმიტომ რომ ასეთი გემრიელი დღემდე არაფერი არ ვიცი როგორც არის ტენილი ყველი და რომ დავიწყეთ კვლევა. აი ტენილ ყოლს მაგალითად ეს სახეობა აქვს, რომელიც ჯერ არ არის ასე ვთქვათ არ შემხვდა. მაგრამ მე ვოცნებობ რომ ვინმე დამიჯერებს, რომელიმე ფერმერი, რომელიმე მეწარმე და აუცილებლად გააკეთებს ამ ყოლს. პირველი მთხრობელი, ვინც მესხეთში შემხვდა ტენილი ყოლის მერე, იყო ჩვეულებრივი მოსახლე, მაწყლის დასალევად გავჩერდით ერთ-ერთ სოფელში და რატევანი აქეთ არის იქ მისკენ ვარძიისკენ მივდიოდით და ბატონმა თქვა რომ ჩემი ოჯახი აკეთებდა დიდ გუდის თავს და იმ ყოლში სახალისოდ შიგნით ვდევდით ტენილ ყოლს და რომ გაჭრიდი ამ ყოლს საზამთროსავით რომ გადაიხლიჩებოდა და ეს კარაქივით ამოვარდებოდა ეს გული. ნუ აი ძალიან ისეთი არის, თხრობა არის ძალიან მადი სამუცრელი და საინტერესო და აი ასე სახეობებიდან არის სახეობები, სადღაც 60 გადავწდით იმდენი დაგროვდა მათ შორის. ეს არის აი რაც საქართველოში მზადდებოდა, აი თქვა 1000 წლის წინ? თუ 2000 წლის როგორ არის ნახეთ როგორ არის ადამიანის ფანტაზიას არ აქვს საზღვარი. აი სიტყვაზე ეხლა გუშინ წინ რომ ჩატარდა ფესტივალი ერთ-ერთი, იმიტომ რომ წელს ალბათ 4 ფესტივალი გამოგვივიდა და 4-ვე თაწმინდაზე, იმიტომ რომ თაწმინდა ძალიან აქტიურია ფესტივალების ორგანიზებაში და ნუ საკმაოდ დიდ წვლილს დებს ამაში. ნუ თვითონაც ტურისტული ატრაქციაა მოგეხსენებათ და ამიტომ არ მიგვიშ რომ ისინი ისეთი აქტიურები არიან. ნახეთ როგორი რაღაცა არის
იმდენი ყველი გამოიტანეს წელს მეგრელმა მონაწილეებმა, რომ შოქში ჩამაგდეს. რატომ? იქ რაღაცა სულგუნის ბაზაზე გააკეთეს სხვადასხვა სუნელებით, იქ სადაც იმერულის ბაზაზე, ანუ მაგათ კაზლაყველი აქვს მეგრელს იმერულთან. სულ მეტი თომ ბრაზდები რა ხარ მეგრელი ვარ, იმერული კრეფსითი სახელი და იმერეთშიც კი უსამართლობაა, როცა ვამბობთ კრეფსითად იმეროს, თორე იქ არის ხარაგაულის ყველი, იქ არის საჩხერის ყველი, სხვადასხვანაირია, საზანოს ყველი მაგალითად იმდენად საინტერესოა, თვითონ საზანოშივე ფოლდერ ფერდობზე მოსულ ბალახს თუ ძოვს საქონელი ის არის საუკეთესო და იქვე ადგილზევე ძნელი მოსაპოვებელია ეს ყველი საზანოს იმერული. აი ასეთი ამბავია. ანუ სახეობები და ნაირსახეობები. იგივე ყველაზე აი რა მაინტერესებს ცით აი საქართველოში რაც ხა ისტორიულად აი როდის შემოდის ყველი ასე ვთქვათ როგორც ყველა საჭმელი ან რაღაც კულტურული აუცილებლობა ასე ვთქვათ, აი თუ არის ამის კვლევა ჩატარებული ან რამე ისტორიული ფაქტი ვიცით ყველზე ან რაღაცა მეფე თუ ვინმე მეფეს ქართული ყველით უმასპინძლებოდა, აი რა ამის გავსი თუ გვაქვს. არა, ეს ძალიან კარგი კითხვაა და ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, იმიტომ რომ ისტორიაში არ შემხვდა არც ერთ ნაშრომში ყველზე არაფერი უარეს გეტყვით. მხატვრობა ხომ სავსეა, ღვინო, ფიალა, დოქი, მწვადი, მწვანილები, საქეიფო სუფრები. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთი ქართველის მხატვრობაში ყველის ნაჭერსაც კი. ერთი რაღაცა შემხვდა, კლასიკაში ვამბობ, თორე ალბათ ახლა თანამედროვე მხატვრობამ რაღაცები აიტაცა, ნახეთ, დუქანი, ყველი და რძე, ფიროსმანის. სხვა მინიშნებასაც კი ვერ ნახავთ ყველზე. არ არის ყველი არც ხელოვნებაში, არც ისტორიაში, არც ეთნოგრაფიაში დაფიქსირებული არ არის. თუმცა სახელები არის ძალიან საინტერესო, მაგალითად კობის ყველი. როდესაც სოფლის ყველი, სოფლის სახელი ქვია ყველს, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ქვეყანას, ასე ვთქვათ, ბევრი ყველი აქვს, რადგანაც სოფელმა ერთ ყველს დაარქვა, აი კობის ყველი მაგალითად ასე არის დარეგისტრირებული ჩვენთან, საქართველოში ასევე დავარეგისტრირებინეთ სახელმწიფოს, ნიშნავს იმას, რომ იმ სოფელს ერთი კარგი ყველი ქონდა. კი ბატონო. დამბალი ხაჭო მაგალითად. მე მგონია რომ დღესდღეობით საქართველოში ბევრად იხვეწება ყველის წარმოება, ყველი როგორც ადამიანების საყვარელი პროდუქტი და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა მის ყურადღება ეთმობა მის ხარისხს. აი რა მაინტერესებს, რამდენად ხარისხიან ყველს ჭამთ? არ გულისხმობ კონკრეტულ ადამიანებს, რომელიც კონკრეტულ მიმართულებებზე ყიდულობენ კონკრეტულ ყველს, იმიტომ რომ დარწმუნებულები არიან, რომ გემრიელია და ხარისხიანია. აი ზოგადად ქართულ ბაზარზე რა ხდება აი ყველის ბაზარზე, მე ვიცი რომ ბევრი ფალსიფიცირებაც ხდება, რაც სუდი ყველი კარგად საღდება და ასე შემდეგ. აი თქვენ რას გვეტყვით ამაზე? ესე იგი მე მოვედი სატრაბახოთ, მაგრამ მომიწევს ახლა მომიწევს რასაკვირველია პრობლემებზე გავამახვილოთ ყურადღება და რატომ. ესე იგი ისეთი სავალალო მდგომარეობა როგორც ეხლა გვაქვს, მე იშვიათად მახსენდება, იმიტომ რომ 23 წელიწადია მე ყველაზე ვმუშაობ. ზუსტად 23 წელიწადია და ასეთი სავალალო მდგომარეობა არასოდეს არ გვქონია და რატომ? ასაკურველია იმის დაკვალობაზე, რომ იზრდება მოთხოვნა პროდუქტზე, ანუ გაჩნდა რაღაცა გარკვეული შემოსავლები, ადამიანები ანებივრებენ თავს, იქ ფურცომეულში ყველი ჭირდება, რესტორნები გამრავლდა, ხო, ჰორეკას სექტორი გაიზარდა, რამდენი ასეულობით ახალი რესტორანი შემოემატა, მარკეტები, სუპერმარკეტები, უბნის მაღაზიები და ისედაც ჩვენ ყველის მჭამელი ქვეყანა ვართ, ამბობენ არ ვიცი, მაგრამ სტატისტიკა ამბობს, რომ ჩვენ სოფლიოში პროცენტულად ყველაზე ბევრ ყველს მივირთმევთ. 400 მილიონი ლარის ყველი იჭმევა საქართველოში წლის მანძილზე, რომ ადამიანის პოპულაციაზე რომ განავრცვა, თქო, ფრანგებთან შედარებით, ფრანგებზე მეტ ყველს ვჭამთ, ასე ვთქვა, ოღონდ, იმ პროპორციით, რა პროპორციითაც, რა რაოდენობის მოსახლეობა გვყავს. ჩვენ ვჭამთ ყველს, თქო, სიტყვაზე ფრანგი თუ ჭამს საუზმეზე ცოტას და სიტყვაზე ვახშამზე, ჩვენ ჭამთ დილას საღამოს შუად ყველაფერთან, აი სიტყვაც კი ასეთი გვაქვს, საყველპურო. ანუ ძალიან მასიურია ჩვენთვის
თემა ყველი და არა მარტო საყვარელი, არამედ გარკვეული სარგებელიც აქვს მას. თუ რთულია, რძე არ არის ასეთი მარტივი ნედლეული, ალერგენია თავისთავად და ურთულესია როგორც ნედლეული, მაგრამ მისგან მიღებულ პროდუქტს, ხაჭოს, ნადუხს, ყველს, კარაქს, ერბოს, ყველაფერს აქვს ჩვენ სამზარეულოში თავისი ძალიან ისეთი გამორჩეული კი არა, იმის იქით რომ აღარ შეგვიძლია. ჩვენ ვართ ყველდამოკიდებული ქვეყანა. მაგრამ აი იმ გაზრდილი მოთხოვნების კვალდაკვალ არ არის რძე. და რადგან რძე არ არის იმ რაოდენობის, რა რაოდენობასაც ითხოვს ბაზარი. ცხადია, იწყება არ ვიცი ამ სიტყვას სწორად გამოვიყენებ და ვაწყენინებ თუ არა ვინმეს, მაგრამ მომიწევს ამის თქვა სიტყვა ჩალიჩი. რო აი სიტყვაზე ან ხვნილი შემოიტანოს, იქ ტრანსხიმები შემოიტანოს, იქ ისწავლეს ძალიან კარგად გემოს დასმა. აი მაგალითად თუ არის უცხიმო ფხვნილი თავისთავად ტრაგედია არ არის, მოდი ასე ვთქვათ, არ შევაშინოთ ამის არც წარმოებელი და არც მომხმარებელი, თავისთავად რა არის ფხვნილი, გაუწყლოებული რძე, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე დამუშავდა, გაშრა, გამოშრა, ანუ ფხნილად გადაიქცა და რასაკვირველია, ხა ის თვისებები აღარა აქვს, რაც ნედლ რძეს აქვს თავისთავად ცხადია, მაგრამ და კარგა ცხიმი და კარგა სხვა ნივთიერებები, რომელიც შემადგენელია ხარშვის დროს, მაღალი ტემპერატურის დროს, მე არც მიკრობიოლოგი ვარ და არც ყოლის ტექნოლოგი ვარ, თავისთავად ცხადია, სწორად შეიძლება არ ვაღალიებდი ამ ყველაფერს, თუმცა ძალიან ბევრი რამ შემომესწავლა ამ ხლის მანძილზე. აი რომ საგემოვნო რომ მიუახლოვდეს კარგი მერულს, უნდა გამოიყენოს ცხიმი. აი ცხიმის არჩევანის დროს იწყება უბედურება, იმიტომ რომ ტრანსხიმები, მაგალითად პალმის და ქოქოსის ცხიმი, რომელიც გავრცელებულია საკმაოდ მსოფლიოში, არც ისე იაფი საშუალება არ არის და არც ისე ხელწამოსაკრავი არ და არც ისე საშინელება არ არის. მას აქტიურად იყენებენ გასტრონომიაში, მაგრამ იყენებენ კი თლად პალმის ცხიმს და ქოქოსის ცხიმს, თუ რაღაცა კიდე ძალიან იაფს და აი მარგარინის მაგვარს და რაღაცა ისეთ ცხიმებს სცენარეულებს, რომელიც არ არის თლად მაღალი ხარისხის. აი აქ იწყება ჩვენი ასე ვთქვათ კითხვის ნიშნები ბევრი, რამდენად სასარგებლოა ის, რაც დღეს ბაზარზე მოძრაობს. ყველი იჭმევა თუ არა. ყველაზე მთავარი, მე ჩემ ტელეფონი არასდროს არ ჩერდება, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ვიცი პასუხები, არ არსებობს უპასუხო დავტოვო, თუ რამე არ ვიცი, მივმართავ კოლეგებს, რომლებმაც კარგად იციან ჩემზე ბევრი რამ და რაღაცა კონსულტაციის მერე ვიძლევი ამ პასუხებს, Facebook-ი არ ჩერდება, Messenger-ი არ ჩერდება, კითხვა. როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ყველი ხელოვნურისგან ანა სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ ჩვენი მხარდამჭერი კომპანია პროკრედიტ ბანკი, დაფინანსების პროგრამებით და ფინანსური კონსულტაციით პროკრედიტ ბანკი ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის ზრდას და მის ეკომეგობრულ განვითარებას ფართო რეგიონალურ წარმომადგენლობით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მარტივად მიიღონ პროფესიონალური ფინანსური რჩევა და ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებით პროკრედიტ ბანკში. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავხადოთ ჩვენს სპონსორ კომპანია აგროტექნოს. აგროტექნოს მიზანია ქართულ ფერმერებს ხელი შეუწყოს სოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შეთავაზებით, შევამსუბუქოს შრომა და გაუზარდოს სამუშაო ეფექტურობა და პროდუქტიულობა. თქვა თქვენ თქვით, რომ 400 მილიონის ყველი იჭმევა საქართველოში. აი 400 მილიონიდან მილიონის ყველიდან, აი რამდენი მილიონის ყველი არის, თქვათ არ არეკომენდირებული, მოდი ესე დავაყოთ. მე ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყობ, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ცოტა რძე გვაქვს ქვეყანაში. სულ 10, ალბათ, აი ნახეთ, აი ორივე ხელის თითებზე მეყოფა ჩამოთვლა ორგანიზებული ფერმა, რასაც თქვენ, სადაც სიტყვაზე 100 სულზე მეტი პირუტყვი ყავთ. ასეთი არის ალბათ 10. მაქსიმუმ 20, მეტი არა. და აი თქვათ 2000 სულიანი იმპორტირებული რძე. ეხლა გეტყვით. ყვარლის ბაგა რო არის სიტყვაზე, კანთელაძის წალკის ფერმა რომ არის, აგერ შიდა ქართლში გაჩნდა ძალიან საინტერესო ფერმები ბელორუსებმა გახსნეს. არა ქართველებმა სხვა კასპში არის, ქარელში არის არაჩვეულებრივი ფერმა ხაჭაპურიძეების, მაგრამ ცოტაა. აი ნახეთ, 5-საც ვერ გავხსნით, მაგრამ არის თქვათ 20 სულიანი, 25 სულიანი, 50 სულიანი
უფრო მეტად ქვემო ქართლში, სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობა, აზერბაიჯანელებს აქვთ არ ჩვენს აზერბაიჯანელებს, ქართველ აზერბაიჯანელებს აქვთ არჩეულებრივი ბიოგრაფია ფერმერობის, ანუ ისინი მეურნეები არიან, ისინი არიან ძალიან კარგი მესაქონლეები, მომთაბარეები, ნომადი მწყემსები ყავთ და გამოცდილება ძალიან დიდი აქვთ, მაგრამ ცოტაა ესე, ძალიან ცოტა. მე ვიყავი შარშან კურდამირში, ესეთ პატარა ქალაქში აზერბაიჯანში და საწარმოში, სადაც ვასწავლიდი, ორკვირიანი ტრენინგი მქონდა, ქართული ყველი აინტერესებდათ, იქ ხშირად მაქვს ესეთი მოპატიჟებები და ხშირად ვასწავლე ხოლმე. ეხლა გაჩნდა ამბოლოდოს განსაკუთრებით სულგუნზე და იმერულზე მოთხოვნა ხაჭაპურის გამოსვათა შორის და ნახეთ, გვერდით, ფერმის გვერდით, ნუ იქ ესეთი სტანდარტია 500 მეტრა უნდა იყოს დაშორება საწარმოსა და ფერმას შორის 60 ტონა მარტო ახლო ფერმიდან მქონდა, თავისივე ფერმიდან და დანარჩენს აგროვებდა სხვადასხვა სოფლებიდან. ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს. 60 ტონა რძე რო ერთმა ფერმა მოგცეს, აი ფანტასტიკის სფეროდან არის. აი თქვა რძე არ გვაქვს, მაგრამ ყველი გვაქვს. ხო, აი. ეგრე გამოდის. საიდან გვაქვს ეს ყველი? აი როგორ აი ქართულ ბაზარზე ვის შემოაქვს, რა იყიდება, იმპორტირებული არის ყველი, აქვს ზუკა ძალიან მარტივია, ნახეთ. ვინმე უნდა დაინტერესდეს და მე ხშირად ვინტერესდები ამით და მიმართოს საბაჟოს. შემოსავლების სამსახურს, ვის შემოაქვს მზის ფხვნილი, ვის მოაქვს ირანული პასტარძე. ირანული პასტარძე ამერიკელების დახმარებით როგორღაც შეჩერდა, როგორღაც. იმიტომ რომ ემბარგო მოგეხსენებათ ამ ირანულ პროდუქციაზე, მაგრამ რაღაცა გზებით მაინც ახერხებს ეს ირანული პასტარძე შემოსვლა. მე ჩემი თვალით ერთადერთხელ ვნახე ვედრო, რომელშიც ეს პასტარძე ეს მართლა პასტას გავს, მართლა კვილის პასტის კონსისტენცია აქვს. გამოდის მისგან ყველი, ეს არის უბრალოდ შენახვის ერთ-ერთი გზა, როგორც ფხვნილისებე პასტარძეც არის რძის შენახვის, იმიტომ რომ რძე მალფუჭებადი პროდუქტია, მაქსიმუმი ცხოვრობს 48 საათი. ნუ ყველაზე ცივ პირობებში, ყველაზე კარგად გაგრილების და გაციების ტემპერატურაზე ალბათ 72 საათი, მერე ის როგორც რძე არ არსებობს და იჭრება. არ არის საქართველოში რძე. დანარჩენი პროცენტი, რაც თქვენ თქვით, არის შემოტანილი. ასაგები. აი თქვათ, შემოვიდა ეს რძე საქართველოში, არ ვიცი რაღაც იატაქვეშეთში იქნება თუ რძე შემოვიდა ნედლს გულისხმობთ, ნედლზეც გულისხმობთ. კი ბატონო, შემოდის აზერბაიჯანიდან. შემოვიდა მზად. აი ჩვენ რო გავიეთ ხა მაგალითად, აი ჩვენს წინ მდებარე ხილბოსტნის მაღაზიაში, სადაც დარწმუნებული ვარ ყველიც იყიდება. ნებისმიერ ჩვეულებრივ არ გულისხმობ ქსელურ მაღაზიებზეც მივალთ. ზირით აი ბაზრებში და ასე შემდეგ. აი მან რა ყველი არის, აი რას ვინ ამზადებს ამ ყველს? ფერმერები? მე ხო ისეთ რაღაცას ვიტყვი, რომ აუცილებლად გამაკრიტიკებენ, გამალანძღავენ, ალახმა უწყის. მე მართლა არ ვიცი. აი მე რომ ხედავენ ხოლმე, მაგალითად ერთ-ერთ პატარა სოფელში გამოვიარე და ნახე კარგი საწარმო, კარგად გამოიყურებოდა, გავჩერდი. მეთქი ვიყიდი ყოველს ხატომაც არა სოფელში, რატომ არ ვიყიდი? მე პატარენ რომ გამოვიდა, მითავ გამარჯობათ ხალხტონო, ნუ ატომღაც შეეშინდა ჩემნები, თუ არა მე თქვენ ამ ყოლს ვერც კი გაჩუქებთ. მივხვდი რაშიც იყო საქმე. მეორეგან, მესამეგან, 30-მეათეგან, ნახეთ როგორი რაღაცა არის, აი რო შედიხარ საწარმოში და მე ხომ აკონტროლებელი არა ვარ, მე ვარ მკვლევარი, მე ვარ მეცნიერი, მე ვარ ახლა უკვე ყოველის ტექნოლოგადაც კი ამასაც ვიბრალებ, იმიტომ რომ 23 წელი არც ერთი უნივერსიტეტი არ ასწავლის, რაც მე ვისწავლე. მე პრაქტიკოსი მეყოლე ვარ, მე არა ვარ თეორეტიკოსი დღეს, საკმაოდ კარგი ყოლი გამომდის, ყველანაირიდან. დედამიწის ზურგზე ვერ დამისახერებ ყოლს, რომელსაც მე ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ თავარი გავიგო რა ინგრედიენტები და რძერისია და მორჩა დამთავრდა, ეს ყოლი გაკეთებული მაქვს, ხო? აი ხედავ კასრებში უამრავ აი იმ საეჭვო წარმოშობის ცხიმებს, საეჭვო წარმოშობის მცენარეულ ცხიმებს, რომელსაც უშურველად ათხლიშინებენ რძეში. რძე ფხვნილის არის დასაკვირველია, იმისთვის რომ შეიკრას, ახლა კიდევ ერთ ტერმინს გამოვიყენებ, რომელიც მაინდა-მაინც ახლა ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, კოაგულაციას ეძახიან მარცვლის მარცვალზე შეწებება, როდესაც მოკვეთე რძე, ფხვნილისზეც მოიკვეთება თავისთავად ცხადი, როცა მოკვეთე რძე, ის რომ კარგად შეწებდეს ერთმანეთთან და არ დაიფშხნას და ხელებში არ შემოგებშხნას, ცხიმი უნდა, ხო, ცხიმა უნდა როგორღაც შეაკავშიროს ესენი. აი მაშინ უკვე იყენებენ მათას უბედურებას. აი თქვათ, დავამზადეთ ეს ცუდი ყველი და გავიტანეთ ბაზარზე, ადამიანები ყიდულობენ, ჭამენ ყოველდღიურად მოიხმარენ.
აი რას იწვევს ასე თქვათ ეს ცუდი ყველის ჭამა და არაწესიერად დამზადებული ყველი ადამიანისთვის და რა საფრთხე არის ჩვენთვის, ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის? ეს კითხვა ჩემთან მიზანშეწონილი არ არის, იმიტომ რომ მე არ მაქვს ამის კვალიფიკაცია, გითხრათ თქვა ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მაგრამ ახლა საყოველთაო ცნობილია დღეს მით უმეტეს ამ ჩატების და GPT-ების ეპოქაში უმარტივესია დაუსვა კითხვა და მსოფლიო გამოცდილებას დაგიყრის სიტყვაზე რა შეიძლება გამოიწვევს მუდმივად იაფასიანი ცხიმის გამოყენება. ზეთის გამოყენებამაც კი შეიძლება გამოიწვევს სისხლძარღვთა დაავადებებს. ხოთაშორის აი ძალიან ისეთ კიდევ საფრთხილო რამეს ვიტყვი და ძალიან გთხოვთ მააპატიოს ამ ჩვენმა მსმენელმა კი არ გაშინებთ, უბრალოდ არ შეიძლება რომ ეს არ ვთქვა. ნახეთ, როდესაც ვინმე გარდაიცვალა და ხა Facebook-ი ხანდახან ძალიან ნეკროლოგებს დაემსგავს, იმიტომ რომ ბევრ გარდაცვალებას ვიგებთ, ხო? და განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალბატონები ახალგაზრდა თუ ის არ არის ტრაგიკულად დაღუპული რომელიმე თქვა კატასტროფის შედეგად პირველი კითხვა მიჩნდება რითი გარდაიცვალა სიმსივნე ხომ არ იყო და როცა ვიღებ პასუხს რომ კი სიმსივნე იყო მერე ვიწყებ გამოკვლევას რა ჭამდა როგორ ჭამდა რამდენ ჭამდა ანუ საკვების ინტოქსიკაცია არის ჩვენი ყველაზე ძირითადი პრობლემა თანამედროვე ეპოქაში იმიტომ რომ ტექნოლოგია ესე დაიხვეწა ხა მაგალითად ერთ რაღაცაში გამოგიტყდებით ერთ-ერთმა რესტორანმა მთხოვა ყველი შემეფასებინა ორი ტიპის ყველიდო თუ სამი არ მახსოვს და ერთზე გადავირიე. გავგიჟდი ვაიმე რა გემრიელია. ეს ეჭვით მიყურებს ეს კაცი მე პატრონი რესტორნის და აღმოჩნდა რომ სწორედ ის იყო ხნუზე დამზადებული ყველი მე რომელსაც სიზმრში შემიძლია გითხრათ რომ სვანეთშია დამზადებული ყველი თუ საზანოში ვგზნობ ამაში იმიტომ რომ ბევრს მოგზაურობ ბევრს დავდივარ ბევრ მილიონერმა მაქვს და მათ შორის ექსპედიციები და თითქოს არ უნდა შემშლოდა და სირცხვილით დავიწვი იმიტომ რომ ისე ოსტატურად იყო დამზადებული რომ ვერ მივხვდით ცხიმის ისეთი კონსისტენცია ჰქონდა და ისე იყო თეთრი კრაჭუნა იმერულივით იყო ანუ თვლებიანი არ იყო ცოტა ამან კი შემაეჭვა რომ საერთოდ არ ჰქონდა მაგრამ ნუ არის მაღალმთიანი იმერეთში არის ხოლმე ესეთი კარაქისებული ყველი და მეგონა რომ ეს ყველი გამასინჯის აი როგორც აი მომხმარებელს მაინტერესებს აი როგორ უნდა ვიცნოთ ყველი კარგია თუ არა აი ადამიანმა რომელსაც თქვენსავით არ ვიცით ყველის შესახებ და ჩვეულებრივი მომხმარებლის თვალით უყურებთ. კი ბატონო. აი ხა კრაჭუნა იმერული ვახსენე. კრაჭუნა იმერული არის მართლა ესეთი კარაქისებური ერთი მთლიანი სხეულია, მას საერთოდ არ აქვს თვალი და რო ჭამ კრაჭუნობს, მართლა კრაჭუნობს და ნუ რაღაცნაირად პირველი და უმთავრესი არის გემო, მეორე და უმთავრესი ასევე არის სუნი და მერე უკვე ვიზუალი თვლები თუ ერთგვაროვანი მასა თუ თვლები აქვს აი თვლები განსაზღვრავს მაგალითად ყოველთვის არ არის ხშირად ამოფხო აუ ისეთი თვლები ქონდა დაყრილი ქონდა თვლები თლად კარგი მახასიათებელი თვლები არ არის იმიტომ რომ შეიძლება თქვა ტემპერატურული რეჟიმით მიიღო ის თვლები გურულებს აქვს მაგალითად ესეთი შუტურა ყველი აქვს ძალიან სითფოში ღუმელთან დადებენ ახალ ამოყვანილყოს და მანამ ამყოფებენ სითფოში სანამ კარგ თვლებს არ გაიკეთებს მაგრამ მე ასე თქვა ბევრი კამათი მომდის ხოლმე როცა გამოდებენ Facebook-ზე აი ნახე როგორი თვლებია დაყრილი თუ არ ვიცი რომ რძე იყო არამჟავებული ამჟავებულ რძეს ახასიათებს ხოლმე თვლები მაგრამ ნახე რა ის არის პატარა მინიშნება რომ ანუ რჩევასავით თუ ძალიან წვრილი ნემსისებური წვრილი თვლები დაეყარა გაჭრილ ჭრილში იყოს აუცილებლად იქ იყო მაღალი მჟავიანობა იმერულ ყოლზე მაკლაპარაკი ის ერთი რამე მინდა გითხრათ რომ სოფლიოში ყველა ყველი იმერულივით იწყება. ყველა ყველი არის თეთრი, ყველა ყველი არის ნედლი, ჩვილი და მერე ხდება მისი დავარგების პროცესში ან მოცარელად გადახარშვა და სულგუნად ან ედამერად ან პარმაზანად და ასე შემდეგ. იმის მიხედვით რა კულტურებს გაურევენ შემდეგ უკვე მეყოლები. ნახეთ, წვრილი თვლები მანიშნებელია, რომ უხარისხორცისგან დამზადდა, მჟავერძისგან დამზადდა და აი ამ სიტყვას კიდევ ერთხელ ბოდის მოუხდით თქვენს მაყურებელს და მსმენელს და გეტყვით რომ შეიძლება დაბინძურების დონე იყოს მაღალი და სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ მავნე ბაქტერიები იყოს შიგნით. იგივეა სულგუნდეს ალბათ, ხო? აი ნახეთ სულგუნი არის მაინც გადახარშვის პროცესში მიღებული პროდუქტი, ძალიან კარგი სიტყვა. მე მომწონს. აი როგორ უნდა გავიგოთ, ცუდი არის თუ არა სულგუნი შეხედით. აი როგორ არ ვიყიდოთ. სულგუნს აქვს ერთი კარგი თვისება, ცუდი ანუ დელამო
ანუ საწყისი ყველი, ჭინტი ყველი, სასულგუნე მასა, იბევნაირი სახელი ქვია, ხო? თუ კარგი არ არის, თუ გაქცეული, ასე ეძახიან მეყველეები. გაქცეული ნიშნავს, რომ გადამწიფდა. ანუ სულგუნე სულ ზღვარზე, ან ძალიან ადრია ჯერ და ვერ მოსულგუნდება, ანუ არ გაიკეთეს იმ მარგალიტისებურ ზედაპირს, არ იპრიალებს, არ მოყვება, არ იწელება, არ მოყვება სამუშაოდ არანაირად. თუ ეს ყველაფერი არ აქვს, ესე იგი ჯერ ადრეა, მაგრამ არის მეორე უკიდურესობა, გაიქცა უკვე, გადამწიფდა უკვე. ამიტომ სულგუნი არის ყველაზე დაცული ყველია, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თუ ადრეა არ წამოყვება, თუ გვიან არის, ასევე სუდ ზედაპირს გაიკეთებს, უხეშ დაჯღანულს, პირი არ ექნება, პრიალა ზედაპირი არ ექნება, სულ მარგალიტს ატარებენ ხოლმე კარგ სულგუნს. ამიტომ თუ ყველაფერი დაცულია რძეში და ყველში, სულგუნი კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, კარგად გამოაჩენს თავის თავს. ყველაზე უსაფრთხო ყველია, მოდი ასე ვთქვათ. თუ მეორადი დაბინძურება არ მოხდა, ეს არ უნდა გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ ახლა სპეციალისტებიც მოусმენენ და დამცინებენ ამას თუ არ ვიტყვი, თუ მაგიდა არ არის სუფთა, თუ ხელი არ არის სუფთა, თუ ის ყველი რომელთაც აკეთებდა, ასევე იყო რაღაცა ბაქტერიებით გადატვირთული ზედმეტად. ეს სასაკროა ხარშვის პროცესში რაღაცა აი თქო ზოგი 80 გრადუსამდე ტემპერატურა, ზოგი ადუღებულ წყალშიც კი აკეთებს, იმიტომ რომ თელი ეს მოკვდეს ასე ვთქვათ, რიგი პათოგენური ბაქტერიები. ეს ყველაფერი თუ დაცულია, სულგუნი არის უსაფრთხო ყველი. ეხლა ვთქვათ, უკვე ვიყიდეთ ეს კარგი ყველი ავარჩიეთ. დიახ. მოვიტანეთ სახში, ჭამეთ და უნდა შევინახოთ. აი რა არის ყველაზე კარგი პირობა ყველის შესანახად? მაინტერესებს, ანუ ერთი და იგივენაირად ინახება სულგუნიც და იმერულიც და სხვა ყველების თუ რაც კონკრეტული შენახვის კრიტერიუმებია? ეს ძალიან კარგი შეკითხვა. და გეტყვით რატომ. იმერული ინახება სხვანაირად, სულგუნი ინახება სხვა, თუმცა ხანდახან ხშირად ეშლებათ, ხოლმე გავაკეთებ ახლა მარილწყალს და იმერულსაც ჩავაგდებ შეგნი და სულგუნსაც ჩავაგდებ. ასე არ არის. ჯერ ერთი მოდი ესე ვთქვათ, ყველა თეთრი ყველი იმერული არ არის, ხო? თაში მაგალითად ეძახიან სუფრის ყველი, თავი ყველი. სამეგრელოში კაზლა ყველს ეძახიან და ეს ძალიან საინტერესო თემა. მე ამას აუცილებლად ჩემს ერთ-ერთ მაშინ რა ქვია, ვიდეო რგოლში ჩავდებ, რას ნიშნავს კაზლა ყველი. კაზლა ყველი სულხასაბას განმარტებით ნიშნავს ყველის ნაჭერს. კაზალა ნიშნავს ყველის ნაჭერს, მაგრამ კაზლა თვითონ კაზეინთან არის ძალიან პირდაპირ კავშირში ფონეტიკურად და მეგრელმა რომ კაზეინი უკვე იცოდა, ეს ძალიან საინტერესოა, იქ რაღაც ლათინებთან ქონდა ალბათ კუდი გაბარებული, ნახეთ მეგრელი არასდროს მარილწყალს არ დაამზადებს. არასდროს. შეიძლება რატომ მარილი იყო თვითონ იშვიათობა, ახლა ნახეთ დაღზევან წავალ მარილზე, გავიდა გაღმა მარილზე, იმდენად ცოტა იყო მარილზე, წასვლა ნიშნავდა გაღმა წასვლა, სიკვდილს ნიშნავდა, მოსაპოვებლად იმდენად თული იყო, ვინ გაიმეტებდა იმას, ეხლა რო აბაზანების სავსე არის მარილწყლებით, ვინ გაიმეტებდა ამ ძლივს მოპოვებულ მარილს, რომ აბაზანები გაევსოთ და იქ ეცურავათ და ებანავათ, ასე ვთქვათ, ყველებს. ხო არა, მსგავსი არაფერი. ოდნავ თუ მოაყრდნენ ხოლმე ესე მეგრული სიტყვა არის მოქიორება, მიმოპნება, აი მაგას თუ გააკეთებდნენ ბედნიერები იყვნენ. ხო, ნახეთ მეგრელი არ აყენებს წათხს. არ აყენებდა ყოველ შემთხვევაში ხა თანამედროვე პირობებში ალბათ აყენებს. ის აკეთებდა ოთხკუთხედ ხეში, ჩეჩო ერქვა ამ ხეს, ამაში ჩაყარდა მარცვლებს, ჩამოკიდებდა და აი ეხლა ლათინური სიტყვა უნდა ვიხმარო, სულ ვერ დევი ხოლმე მოცხორი სიტყვების გამოყენებას, რომ ძალიან არ დავართ ხოლმე მსვენელი. ნახე, ჩედარიზაცია, წყლის გამოდევნა ყველიდან. ჩედარიზაცია ხათაშორის ჩედარი ყველიც კი არსებობს, ბრიტანული ყველი, ხო, ნახეთ, ნიშნავს რა, პროცესია, წყალი რომელიც აქვს ყველს, ყველი რა არის, ხო? ცხიმი, ცილა, მშრალი მასა, ხო? აი ეს მშრალი მასა გაჯერებულია წყლით თავიდან, ხო? ის წყალი შრადი ხო რჩება შეგნით მოყოლების პროცესში რაც გამოიყოფა. აი იმას წნეხს გაუკეთებდნენ და წნეხისგან ანთავისუფლებდნენ წყლიდან ყველს. ეს იყო მეგრელის ჩვეულებრივი ყველის კეთების პროცესი. იმ ჩეჩოში, იმ ხის ყუთში ყრიდან მარცვალს ჩამოკიდებდა და ის იწურებდა, გახრეტილი ქონდა. ფსკერი, გვერდები ქონდა გახრეტილი, თან სუნთქავდა ყველი ამ ხაშიდან, წყალი გამოიდევნებოდა. ასეთ ყველს, ასეთ ყველს ნახეთ, მოაყიდა ზევიდან მარილს, ოდნავ მარილს, შემდეგ ოთხკუთხედ ნაჭრებად ჩაყრიდა და კერამიკის ჭურჭელში, ან ეხლა უკვე თანამედროვე ენაზე მოჭიქული რაც არის სიტყვაზე, იმ ჭურჭელში შეინახავდა, თავს კარგად დაახურავდა და იქ ის თავისთვის განაგზებდა მწიფობას. რასაც გამოყოფდა, თვითონ რასაც გამოყოფდა, იმ წყალში იწყებდა ცხოვრებას. რაც შეეხება სულგუნს, სულგუნი საერთოდ განსაკუთრებული თემაა შენახვის თვალსაზრისით. სულგუნი არის რამდენიმე ტიპის. პირველი, ჩვილი, აი ეს ძიანი სულგუნი მენატრება სად ნახორზე ვერ ნახავ ძიან სულგუნს თუ არ დაუდარაჯდი. გააკეთა მეყველე
იმ დღესვე უნდა წაიღო. ხვალ ზეგის ზიანი ვეღარ იქნება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ორ თხდება, ხო? ამიტომ მარილს რომ მოაყრის ზემოდან ოდნავ და ქვემოდანაც ატრიალებს მე იმასაც დახურულ ჭურჭელში, ემალირებულში თუ მოჭიქულში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ინახავდა მარილ წყალში. ეხლა ვინახავთ. ეხლა უბრალოდ ახლა ინდუსტრიას თავისი მოთხოვნები აქვს, თუ არ შეინახავ, ახლა თითო ოროლას რო შეინახავ და უნანავებ და სულ ბერავ და ისე ინახავ, რასაკვირველია, ისე ტონაყოს ვერ შეინახავ. ესეთ მე მაქვს ესეთი კითხვა. დღეს მე როცა სახში მივალ და მე არ მაქვს არც იმის ფუფუნება რომ ყველი ჩავდოთ წყალში. ფუფუნებას გულისხმობ მეზარება ან არ მაქვს მაგის დრო თავი რომ უბრალოდ ვიცი რომ მაქვს საყველე, სადაც ვთვეპ ამ ყველს, თავზე ვახურებ და მორჩა. ეს არის კარგი შენახვის წესი, სწორი შენახვის წესი არის ყველის? არა, იცით რა არის ტემპერატურული რეჟიმიც არის. მაგალითად, სულგუნს არ უყვარს კატეგორიულად არ უყვარს მაცივარი. გრილი ტემპერატურა უყვარს, გრილი, მაგრამ ეს ალბათ ესე 12-14 გრადუსამდე. არც ძალიან თბილი ტემპერატურა არ უყვარს, იმიტომ რომ კანს მოიდებს და ცხიმს გამოიღებს და შეყვითლდება. მაგრამ არის არჩევანი. იმიტომ გითხარით რამდენიმე სახეობის სულგუნი შეიძლება არსებობდეს, დავიწყეთ და ვერ დავასრულეთ. შვილი, ყველი, რძიანი, შემდეგ არის სიტყვაზე ოდნავ შემარილებული, რომელიც კანის კეთებაში ეხმარება და მესამე გამხმარი ყველი, გახვრიტავს მეგრელი, ან თქვათ ვინც არის სამშობლო სადაც არის სულგუნი, ხო, ჩამოკიდებს ჰაერზე და ირგვლივ ჰაერი რომ ტრიალებს, ის თანაბრად შრება, თანაბრად იკეთებს კანს. ნებისმიერი ყველს აქვს კანის კეთებისკენ მიდრეკილება. აი მაგალითად ხშირად მიყვარს მე ეს მაგალითი, ჭრილობა როდესაც გაქვს ხელზე რა ხდება? ხდება ფუფხი ხო მოიდო ჭრილობამ და ხდება კანის აღდგენა, ხო, რეგენერაცია თუ რას ეძახიან ამას ისინი, ხო? აი კანის აღდგენა. აი ეს შიშველი ჭრილობა არის ყველი და როდესაც ხდება მისი დავარგება, ან როცა ხდება მისი დამწიფება, ცხიმი რომელიც შიგნით აქვს დაგროვილი, ნელ-ნელა გამოდის გარეთ და ეკვრება გარედან და აი ეს არის მისი კონსერვაცია, ის ინახავს თავის თავს აი ამ გარშემოწერილი. აი ყველა დავარგებული ყველი, ყველა ქერქიანი ყველი სწორედ ამ პრინციპით კეთდება. ჭირდება შესაბამისი ტემპერატურა, ჭირდება შესაბამისი ტენიანობაც კი. აი სულგუნს მაგალითად გითხარით, მაცივარი კატეგორიულად არ უყვარს, მაგრამ გარკვეულ ტემპერატურაზე შესანიშნავად ვარგდება და თუ კანისკენ წაიყვან იქნება კანიანი სულგუნი, ამას მაგალითად მე ერთ-ერთი ექსპედიციის დროს აღმოვაჩინე თაფში დავარგებული ყველი, მეგონა რომ თაფში დევდნენ შეცდომით და დიდხანს ასე გვეგონა და ძალიან ბევრი კილოგრამები ყველი გაგვიფუჭდა ამის გამო, მაგრამ მე შემთხვევით აღმოვაჩინე რომ გადაუსვი თაფლი ყველს, უფრო კარგად იმუშავა ამ გადასმის ტექნოლოგიამ, ვიდრე იმან რომ თაფში იდო და თაფლი ცალკე დუღდებოდა და ყველი ცალკე ქვავდებოდა. კარგი, ეხლა ვერ გავექცევით ჩვენ ვერც ნარჩვის, ვერც ტენილს და ქართულ ყველს, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს გუდის ყველზე, რა ვიცით. რომელი გუდის ყველზე? უკვე ორი გვაქვს. თუშური გუდის ყველი. თუშური გუდის ყველი და მეგრული გუდის ყველი გვაქვს. ორი. მეგრული არ ვიცოდი. აი ნახეთ, როგორ მიხარია რომ არ იცით ეს წარმოიდგენთ. საკუთრივ მეგრელებმაც არ იცოდნენ. ყველი თუ არსებობს. კი, მეგრული გუდის ყველი არსებობდა. მოდით ჯერ ახლა თუშური გუდის. არსებობს, ახლა უკვე არსებობდა. მე დაიკარგა და ცალკეულ ოჯახებში დარჩა, მაგრამ ახლა არსებობს და მაგაზეც მოგიყვებით თუ ამის საშუალებას თქვენი ეთერი გვაძლევს. თუშური გუდა გაინტერესებთ, ხო? ძალიან მიყვარს და ეს არის ყველი, რომელიც არის ალბათ სულგუნთან ერთად, არის ყველი, რომელიც არის დარბაისელი. ანუ ყველა გზა როგორც არის მაგალითად ქერქიანი ყველები, პარმაზანი და რაღაცა ხო ხდებით, როგორი ისტორია აქვს და აი ფაზები აქვს თავისი დაბადების, განვითარების, თაროზე დავარგების, მერეკანის მოდების, მერე გაქვავების და ესე წელიწადი და 2 თვე ძლებს და ხანდახან შვეიცარიის ბანკებში როგორც საგარანტიოს ისე იტოვებენ, მოგეხსენებათ ამ დავარგებულ ყველს. აი გუდის ყველის დაახლოებით ეს კატეგორია, ოღონდ ის არის ნახევრად სველი ყველი, იმიტომ რომ დიდხანს ინახავენ თავისთავად ცხადია. ან გუდაში, ან სამწუხაროდ უკვე პოლიეთილენის პარკებში და არის დარბაისელი ყველი, იმიტომ რომ ყველა ფაზა აქვს გავლილი მომწიფების. ну ძირითადად მარილში ხდება მისი გამოყვანა, რაც მე დიდად არ მომწონს და არ მიხარია, მაგრამ ეს არის გარკვეული გარანტია იმის, რომ დიდხანს ინარჩუნებს საკვებ ღირებულებას. აი მე მაგალითად ესეთი ლეგენდა შემხვდა, როცა გუდის ყოლზე მუშაობდი
რომ თაში ხშირად იმართებოდა ვაჭრობა, ქალაქელი ვაჭრები ადიოდნენ, იყო ესეთი სოფელი ჯვარბოსელი, ამ ჯვარბოსელში იმართებოდა ეს გუდისყველი ჩამოქონდათ სარქალს, ფერმერებს, მეცხვარეებს და მიდიოდა შეჯიბრება, უზარმაზარი დიდი სიპიქვა იყო გამოტანილი, ლოდი და ამაზე დაახეთქებდნენ ყველს და რომელი გუდისყოლიც გადაიხლიჩებოდა. ლეგენდაა ესეთი, იქიდან თუ საზამთროს გულივით ამოვარდებოდა კარგად შეკრული ცხიმიანი გული ითვლებოდა საუკეთესო გუდისყველად და იქ თუ სიტყვა ნაცრისფერი იყო კანი, ორი თითის დადებაზე კანი უკვე მომწიფებული იყო, კარგი თვლები იყო, თვლებში კარაქი იყო, კარგად ჩამდგარი, ეს ითვლებოდა საუკეთესო ყველად. და მე მიდიოდა ომი, რომ არა მე მიმაქვს და მიდიოდა აუქციონი. აი, ნახეთ, როგორ კეთდებოდა თურმე, ესეც ლეგენდის ნაწილია, იმიტომ რომ ეხლა სხვანაირად კეთდება აბსოლუტურად. ჯერ გაწურვის პროცესიდან ცხვრის რძე არ არის მარტივი რძე, მისი მოწველის პროცესიც კი უნდა იყოს დაცული. მუხლებში უნდა მოიქციო, გვერდიდან ვერ წველი, მუხლებში უნდა მოიქციო და ცურს ისე უნდა მიუდგე, იმიტომ რომ წარმოიდგინე 3000 ცხვარი არის და ერთი ჩობანია და ჩხილები აღარ უვარგა წველისგან გადამძრვალია, ჩხილები ისეთ რთულია. ეხლა კი არის თანამედროვე ეპოქაში საწველი აპარატი მაგრამ როცა მას ერთი ადამიანი აქეც ან 2 ან 10 თუნდაც ძალიან რთულია. თან ცოტა სიწოილება ძალიან ეს ყველაფერი უნდა ჩააგროვო. იყოს სპეციალური ბალახები, მათ შორის ასახელებენ ჭინჭარსაც, რომ აი ჭინჭრით გაფილტრა მიდიოდეს ხო ფუსუსები აქვს თავისი და ანუ მთელი პროცედურები მოწველის პროცესი უნდა დაცული ყოფილიყო, ცური დაბანილი უნდა ყოფილიყო, თბილი წყლით ჩამობანი. ხა წარმოგიდგენთ ბინებში რომ ცხოვრობს მეცხვარე, აი წყალი გააცხელა, მერე დაბანა სათითაოდ ყველა ერთი ჭიქის მოსაწველად ამდენი გარჯა ჩადო, ამდენი შრომა ჩადო, რთული მოსაპოვებელი არის და თვითონაც ბევრად განსხვავდება ძროხის ძისგან ხარისხობრივად, მაჩვენებლებით, მახასიათებლებით, უტკბილესი რძე აქვს და რთული ამიტომ მაგალითად დიაბეტიანებს არ ეჭმევათ გუდისყველი, არც რძე. და კეთების პროცესში არის აი თქვათ სიტყვაზე გააკეთა, მოაგუდავა, ანუ მოუყარა თავი ამ ყველს მარცვალს და დიდი თავი შექმნა და დაუფინა მცენარები და ისე ჩადო გუდაში. ჩამოკიდა როგორც ამბობენ, წყარო უნდა ყოფილიყო და ზევიდან ზეს უნდა დაეწყო. ანუ გრილი ცივი და თბილი ტემპერატურები შოკს გვრიდა, ასე ვთქვათ, შოკი ჩვეულებრივი რაღაცა, მეყველება კარგად იციან რა ნიშნავს, ცხელი და ცივი ჰაერის ემოქმედება ყველაზე, ნუ ქერქის წარმოშობას უწყობს ყველს. აი ასეთნაირად რუდუნებით, ძალიან ისე თავისებურად, ძალიან დიდი შრომით და წვალებით მიიღწევა გუდისყველი დღესაც. თუმცა ეხლა ალბათ წყაროს თავზე არც არავინ არ კიდევს და არც მზეს არ აფიცხებენ. აი რა არის სანამ ეგრო გუდისყველზე გადავალთ, აი ყველაზე ძვირიანი ქართული ყველი რა არის? გუდისყველი. გუდისყველი. კი. 60 ლარი გახდა დღეს გუდისყველის ღირებულება. ღირს საშუალოდ 1 კილოს ფასი ხა? კი. თავი სადღაც 7 კილომდე არის ზოგიერთი 5-დან 7 კილომდე და წარმოიდგინე ხა 60 ლარი როგრის მთელი თავი. ნუ არ შევადარო თქვა ძვირიან შვეიცარიულ ყველს და ასე შემდეგ. რომელ ძვირიან ყველს? უცხოურ ძვირიან ყველს. აი ისინი კიდე უფრო ძვირია ზოგიერთი. აი შვეიცარიულ ყველს მაგალითად და ასე შემდეგ. აი 60 ლარი 1 კილო რამდენად არის თქვა რაც კონკურენტული ფასი, ან ხარისხის ფასი, აი სოფლიო ბაზარზე რო ბაზრის თვალით რო შევხედოთ. აი რამდენად აქვს მე ძალიან არ ვიცი რამდენად გადის თუშური ან მეგრული გუდისყველი ექსპორტზე და მგონია რომ ძალიან კარგი პროდუქტია ექსპორტზე გასატანად. და აი ამ შემთხვევაში რა ხდება? ჩვენ იმდენ პრობლემაზე ვისაუბრეთ ახლა ძროხის ძესთან დაკავშირებით, არც ხო რასაკურველია. იმდენად ამდენადაც ისევ ხელით ხდება მოწველა, ისევ თქვათ ნაკლებობა არის მუდმივად მწყემსის, მწველავის და ასე შემდეგ, რასაკურველია ბევრი პრობლემაა. თუმცა საგემოვნო თვისება ესეთი დიდებულია გუდისყველს, ხო ხანდახან ადამიანები ბევრ რაღაცაზე საერთოდ არ კითხულობენ როგორ კეთდება ეს ყველი და არც აინტერესებთ, იმიტომ რომ აი მართლა მომაგტინებლად გემრიელია. ანუ ექსპორტზე არ გადის გუდისყველი? არ გადის ექსპორტზე. გუდისყველი კი არა, საერთოდ ქართული ყველი არ გადის ექსპორტზე. ეს არის უფრო პარტიზანული გატანები და მაგას აი როგორ გითხრათ სტატისტიკაშიც კი ვერ აღწერ და ვერ მიუთითებ რომ კი არის ცელობები ხა ამერიკაში რამდენჯერმე გავიდა. ნუ
რამდენიმე კომპანია ახერხებს იმას, რომ გაიტანოს. მე არ ვიცი თქვათ იქ რა რეგულაცია ხდება და რის ხარჯზე ხდება მათ იქ ჩატანა, მაგრამ ესე რომ ეს იყოს წესი, ეს იყოს ყველასთვის ეს არ არის ბიზნესი. ეს არის რაღაც ცალკეული კერძო შემთხვევები. პოტენციალი რომ იყოს დიდი ბიზნესი. თუ საქართველოში ერი და ბერი გაერთიანდება პირველ რიგში მარეგულირებელი ორგანო, ანუ სურსათისმცემლობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ექსპერტები, ყველის ტექნოლოგები, თუ გაერთიანდება და შეიქმნება სერიოზული ამაზე ვოცნებობ 23 წელიწადია და ყველა ჯერზე რა ეთერში არ უნდა მოხდეს, სულ ამაზე ლაპარაკობ, რომ იქნებ როდ აი მოდესმე დავსხდეთ და მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, რომ დააწესთ. კი ბატონო, ჩვენ რეგლამენტი მივიღეთ რძის ისეთი ევროპაშიც არა აქვს. მართლა უნიკალური რეგლამენტი გვაქვს, მაგრამ აღსრულებაში რა ხდება. თქვენ რომ ახლა შეხვიდეთ ნებისმიერ საწარმოში, ჯერეთი არ შეგიშვებენ და თქვა სიტყვაზე, როგორც ესე თქვათ, მედია, რომელიც ამ თემებს აშუქებს და მედია, რომელიც მუშაობს ფერმერულ საქმიანობაზე, თქვათ მოიპოვეთ უფლება და შეხვიდეთ. თქვენ იქ არ დაგხვდებათ სახარბიელო მდგომარეობა. არა მარტო საშუალო ზომის საწარმოებში და არა მარტო გიგანტებშიც კი დაგხვდებათ შეუსაბამო. მაგაზე დარწმუნებული ვარ, რომ ეგრე იქნება. უბრალოდ აი სულ ფიქრობდი, აი რატო ორ საკითხს ვფიქრობ, ერთი ამ ექსპორტზე, გუდის ყველაზე ამ შემთხვევაში და სულგუნზე უფრო გუდის ყველაზე, იმიტომ რომ გონია რომ ტრანსპორტირებისთვისაც უფრო ესეთი მარტივია ვიდრე სულგუნის შექმნა. ეხლა დაიწყეს თან ნაჭრებად გაყიდვა, ვაკუუმში ჩადება. აი მაგით სულ მაინტერესებს, აი რატო არ შეიძლება რომ ის რაც გვაქვს გამორჩეული, თან გემრიელი, თან სასარგებლო, თან ყველი, აი რატო არ შეიძლება რომ გავიდეს ექსპორტზე და ამაზე პასუხი ვერც თქვენგან ვერ მივიღე. არა, ეს პასუხი არ არის. ეს ანუ ბიზნესი არის, კომერციული ბიზნესი არის, რომელსაც უბრალოდ ჭირდება თხა. ხო? მე თხა არაფერი არ ჭირდება. თუ სიტყვაზე იმ ურთულეს პირობებში, რომელთა პირობებშიც თაში მცხოვრები მომთაბარე მწყებსები არიან, თუ იქ ელემენტარულად შეიქმნება სიტყვაზე, მაგათქაც საწველი აპარატები გაჩნდება. ხელით აღარ მოუწევს მოწველა, ანუ ნაკლები შეხება ექნება, იქ დაბანაცური, არ დაბანაცური, სუფთა ვედროში ჩაწველა, არ ჩაწველა, მერე გრილ ტემპერატურაზე რამდენი ხანი ქონდაც მაღალ ტემპერატურაზე, ხა თაში გრილა და შეიძლება ეს თემები არ იყოს ასეთნაირად ძალიან მტკივნეული, მაგრამ ფაქტია რომ სტანდარტები არსებობს, რომელიც არსებობდა მაშინაც, როდესაც არ იყო თანამედროვე ეპოქა, იცოდა გლეხმა როგორ უნდა გაეკეთებინა. მაგალითად, მეგრულ გუდის ყველაზე რო გადავიდეთ, მეგრელი მწყემსის პერფექციონისტი, ზოგადად მეგრელი პერფექციონისტი, ამაზე შევთანხმდეთ, ხო? უკიდურესი ისჭირს, აქვე, აი ყველაფერი უნდა ბზინავდეს, აი ქვაბი უნდა ბზინავდეს, სახეს უნდა ხედავდეთ, ისი არ ჩაასხამს ძეს. ხელს იპარსავს მეგრელი მწყემსი, მეყველე, აქედან კლავის ჩათვით, ხელი აქ გაპარსული, რომ იქ ბეწვი არ ჩაუვარდეს. ხვდებით, აი ამ დონეზე აქცევდა ყურადღებას და ალბათ ასე იყო აღმოსავლეთ ერთიანეთიც ალბათ არ იყო გამონაკლისი და იმიტომ რომ რძე არის იმდენად სენსიტიური და იმდენად გზემგზნობიარე ნედლე, რომ არაფერს არ გპატიობს. აიჭრება. და კარგად იყავი, ვერ მოასწრებ ყოვლის გაკეთებას. ამიტომ ამას ბუნებრივად იცებ, ძე თვითონ კარნახობს, როგორ მოექცე. მაგრამ თანამედროვე პირობებში ხო ვნახეთ, რომ იქ ზე არ არის, ნამდვილი რძე არ არის და რას უნდა მოექცე კარგად, რაც არ არის იმას, როგორ მოექცევი კარგად. ნუ მთაში მე ნაკლებად ასე თქვა, აი მთის ყოლზე ხანდახან არ ხო, ვაი მე ესეთი გემრიელია. ამ გემრიელ ყოლს ჩვენ მართალია მარილით ვაფუჭებთ, ზედმეტი მარილით, მაგრამ ფაქტია, რომ ნუ ბალახს, წყალს, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ესე გადავახტები თემას და ერთ კაცს გავიხსენებ ხრუხა მოხევე კაცი არის და ვაბრაზებ ხოლმე, რომ აი მეთქი შე რო აკეთებ, მართლა კარკოლს აკეთებს. ძალიან მაგარ დიდ თავებს აკეთებს, საქონლის გუდას აკეთებს, უგემრიელეს და მაშინ თუსოს ხეობაში ცხოვრობდა და მეთქი მექსიკელმა რო გააკეთოს ეგეთი ყველი რა მეთქი ვერ წაგართმევს რეცეპტურას, ვერ იზამსვით, რატო მეთქი ვეძაია რა, ვეძაი რა არის მჟავე წყალი. 40 წყარო ჩამოდიოდა მის ფერმაში და ხან ერთ წყალს იყენებდა, ხან მეორეს, ხან მესამეს და აქცევდა ყურადღებას აჭამა რა ბალახი ჭამა და რომელიც წყაროს წყალი დალია მისმა საქონელმა და ამის მიხედვით აკეთებდა ყველს. ხვდებით, აი რა დონეზე დღემდე გამოყვა ეს ჩვევა კარგ მწყებს, კარგ მეჯოგეს. აი სად დგას ქართული ყველი მსოფლიოში? ათეულში ვართ. ათეულში? კი, ჩვენ ვართ ათეულში.
ეს პირდაპირ შემილია რომელი ყველი? არა, ათეულშია ზოგადად ქართული ქართული ყველი. კი, სულგუნი თავისთავად, გუდის ყველი თავისთავად, სხვა შორის იტალიაში ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, ნელიკვება, ასე ქვია, ფესტივალ Slow Food. და იქ იყო გუდის ყველი წარდგენილი, ქართული გუდის ყველი იყო წარდგენილი როგორც არტიზანული ყველის სახეობა. ძალიან უფრთხილდება. მეცაც გეტყვით, ეხლა გამოვა დღე-დღეზე მასიური ნახვისთვის, თორე ისე მოიარა მთელი ფესტივალები და მოხიკა კი თუ რამე პრიზი არსებობს, ამერიკელი ფუდ დოკუმენტალისტების ფილმი გამოვიდა ყველზე. მე თქვენ აუცილებლად ჩაგიგდებთ ამის იმას, რა ქვია, ანონს ამ ყველის ამ ფილმის ანონს. 19 ქვეყანა შევიდა ამ ფილმში. სოფლიოს, აი ამდენი ქვეყნიდან 19 ქვეყანა შევიდა და ჩვენ ვართ ტიკტენილი ყველის წარმოდგენილი. როგორც არტიზანული ყველი. მაგარია. ძალიან მიხარია, ქართული ყველი უფრო ხარისხიანი ხდება, უფრო პოპულარული ხდება. მართლა გულწრფელად მინდა რომ ძალიან გულშემატკივრებ კონკრეტულად გუდის ყველს, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან მიყვარს და მგონია რომ იმსახურებს გუდის ყველი ექსპორტზე გატანას და არ ვიცი ქართული ბიზნესი იმედი ამას სერიოზულად კი თუ ყველაფერს დავიცავთ, რა საკვირველია. კი, რა თქმა უნდა, ნუ ყველაფერს დავიცავთ, იქნება თავისი საჭირო ინვესტიცია და მგონია რომ მართლა აქვს პერსპექტივა კონკრეტულად გუდის ყველს, რომ გახდეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის საყვარელი ყველი, იმიტომ რომ ცოტა მარილსაც თუ დაუწევთ. სუბიექტურად ვარ ჩამეთვალოს, მართლა ობიექტურად გონია რომ ძალიან მაგარი ყველი არის, ძალიან მაგარი. რატომ კახელი ხარ? ქიზიყელი. ქიზი. აჰა, გასაგებია. თქვენი მთა არის თუ შეცი და გიყვართ გუდის ყველი ასაკურველია. მიყვარს ძალიან. ეხლა მაინტერესებს აქ რა გვაქვს და რა მოგვიტანეთ თქვენ? ხო, აქ მე უბრალოდ ფესტივალის ნადავლი მოგიტანეთ. თლათ და ისეთ იმას გუდის ყველი ვერ მოგიტანეთ, ვერ მოვასწარი. აი სხვა თურს ეგ გუდის ყველი მინდა გითხრათ, ახალგაზრდა ყმაწვილი იყო ჩამოსული თავისი ყველი, დიდი რაოდენობით ყველი ქონდა ჩამოტანილი და 4 საათში გაყიდა 150 კილო ყველი 60 ლარად. კილოგრამ ყიდა 55-დან 60 ლარამდე როგორც მახსოვს და ცოტა მეტი ხონდა ჩამოტანილი, მაგრამ 150 კილო დღეში გაყიდო, არ არის პატარა ამბავი, ხო? მაღაზიაში ვერ ყიდიან და ბაზრებში ამ რაოდენობის ყოს და ისე მოხდა რომ მე დავდე ვიდეო ამ ყმაწვილთან ჩაწერე პატარა ინტერვიუ და სადღაც უკვე 119,000-დან ნახვები და ყველა ითხოვს მის ტელეფონს. დამირეკა დღეს და მითხრა მიშველეთ ხალბატონო ჩემი ტელეფონი არ ჩერდება ისევ ჩამომატანინეთ ეს ყველი იქნებს ადმე და შევკვირდი რომ აუცილებლად ერთ-ერთ სპეციალურ სივრცეში გამოვუყოფთ ადგილს და გავაფრთხილებთ. აი არ წყდება ზარები. ხო ძვირია, ხო 60 ლარია, მაგრამ ადამიანს უნდა რომ ერთი ნაჭერი მაინც შეჭამოს ის ყველი და თავის რეცეპტორები დააკმაყოფილოს და ნუ ის იამოვნოს, მიიღოს, იმიტომ ყველი მართლა უდიდესი სიამოვნება. აი სამწუხაროდ არ არის ქართული ეს არის ოღონდ საქართველოში დამზადებული ყველია, ეს არის სკოლა, არის ესეთ შვეიცარიული სკოლა თუ იცით ზმანიში. მათი დამზადებული ყველია, არის თეთრი ობით, ეს არის ჩემი უსაყვარლესი ევროპულ ყველებში მარტო ეს ყველი არის ჩემი ფავორიტი. არც პარმაზანი, არც ედამერი და არც სხვა რომელიმე, აი ეს ყველი არის ჩემი ფავორიტი ყველი, ამისი ამხანაგ გემერე ბრიც და ასე შემდეგ. ანუ თეთრი ობის კატეგორია ძალიან მიყვარს. ეს არის ჩვენი ჩვეულებრივი ნაწნავი, შებოლილი სულგუნი, სპეციალურად ბოლოში ვიტოვებ ტენილყულს. ეს არის წალკაში დამზადებული ყვითელქერქიანი ყველი, რომელიც გავს გაუდას, მაგრამ გაუდა არ არის, თუმცა რეცეპტურა ალბათ იგივეა. დაახლოებით 23 წელიწადია ამის ფერმერი ქალბატონი დარეჯანი კანთელაძე ცნული ცხოვრობს სოფელ სანთაში, ამ ყველს აკეთებს და ისე დაიხვეწა რომ გუშინ წინ ფესტივალზე ამაზე გემრიელი ყველი არ შემხვედრია. აი დიდი სიამოვნებით გიტოვებთ ამ ნაჭერს, იმიტომ რომ მართლა ისიამოვნებთ და ეს ჩემი ფავორიტი სოფლიო ყველების საგანძურში შესული არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსის მქონე ყველი, რომელსაც ქვია ტენილი ძაფები, ერთი ფრანგი მეკამათა, როცა მე ხშირად ვყავს ხოლმე სტუმრად ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან და ნუ რასაკვირველია დამყავს ამ ფერმერებში, ეს ადგილები აინტერესებთ. ეხაც არის ერთი ამერიკელი ჩამოსული, ძალიან საინტერესო მწერალია, ყველაზე წერს, სოფლიოს ერთ 100 ქვეყანაში არის უკვე ნამყოფი და ჩვენც შეგვიყვანა ასე თქვა თავის წიგნებში. ნახეთ როგორი რაღაც არის ამაზე ვისაყვედურა რომ არის ეს რაღაცა მოცარელა საფებიო მასკარპონეში ამოვლებული მე რომ უყურა 4 საათი გაუჩერებლად როგორ მუშაობს მეყველე როგორ თმის ღერამდე დაყავს ეს არის ურთულესი პროცესი მე მიყვარს ეს პროცესი კიდევ ერთი ამერიკელი მყავდა და ნახევარ საათში ისწავლა სხვათა შორის სპეციალურად ამის სასწავლებლად ჩამოვიდა რომ რესტორანი მაქვს რომელიღაც პატარა შტატში ცხოვრობს და მინდაო რომ იქო ხალხიო გავაკვირვო ამ ყველითო აი ეს ყველი არის ასე ვთქვათ
ნახეთ აქ დღეს წარმოდგენილი ტენილი არის ქართული ყველი, რომელსაც აბსოლუტურად ქართული ყველი. სხვაგან არ მზადდება. არა. არა. რასაკვირველია, თოკებს აკეთებენ. ნახეთ როგორ რაღაც არის, შეგიძლია სულუგუნი გაჭიმო 12 მეტრამდე. ჩვენ ეს ექსპერიმენტი ჩაგვიტარებთ და გაგვიჭიმია 12 მეტრამდე და ამ ხალაზე რო იჭიმება ხა მარტო ჩვენ ხომ არ აღმოვაჩინეთ ყველის ეს თვისება. ნებისმიერი ყველი რომელიც მომწიფებამდე არის, მისული ცხელწყალს რო დაასხამ უკვე წელვადია. მაგრამ რატომღაც აი იტალიელებს და ქართველებს გვაქვს საბოლოო პროდუქტად იმათ მოცარელა და ჩვენ სულუგუნი, გვაქვს საბოლოო პროდუქტად. დანარჩენ ქვეყნებში, აი მაგალითად ახლა რო ვიყავით ჩეხეთში მთელი 3 თვე, იქ ერთ-ერთი შევესწარი ერთ-ერთ სამეურნეო სავაჭრო ბაზრობა იყო და ბევრი ყველი იყო წარმოდგენილი. მათ შორის შემხვდა სულუგუნის ტიპის ყველი, ოღონდ ფორმით იყო ძალიან უცნაური, ესეთი რაგბის ბურთივით იყო თავისი ორნამენტებით და სპეციალური ხე აქვს და ამ ხეში ავარგებენ. თუმცა გაკეთების პროცესი ჩავთვალე რომ სულუგუნის მეორე კინეული საკითხი მაინტერესებს შებოლილი ყველი. აი შებოლილი სულუგუნი რამდენად სუნი და გემოთი კარგი არის. ნახეთ, რამდენად სწორად ხდება ვერ გეტყვით რომ ზოგადად შებოლილ პროდუქტს გინდა ხორცი იყოს, გინდა თევზი იყოს, გინდა ყველი იყოს და რაც გინდა იყოს, რომ მაინდა-მაინც ახლა ჯანდაცვის ექიმები დიდად უჭერდნენ მხარს, არ უჭერენ მხარს და რეკომენდაციას არ გაძლევენ, თუმცა იმდენად უსაშველოდ გემრიელე და ისეთი გამაღიზიანებელია მისი სუნი კილომეტრებში ისმის და გიზიდავს, ამიტომ ეს ნება ცოტა ესეთი კვებითი ვნება ცოტა რთული და სამორჩილებელია, მაგრამ არის გამოსავალი. თუ ის არის შებოლილი, ფოთლოვანი ხი და იმ ფოთლოვან ხეშიც რატომღაც მგონია თხმელას არჩევენ უფრო მსხალს, ვაშ, ესეთი ფოთლოვანი ხეების ნახერხისგან რეკომენდირებულია შებოლვა, მაგრამ კატეგორიულად აკრძალულია წიწვოვანისგან. აი წიწვოვანი პირდაპირ ტოქსიკურია, პირდაპირ საწამლავია და ამას უნდა მოერდოს ადამიანი. ეს იგრძნობა სუნზე, როდესაც წიწვოვანით არის შებოლილი, იმ წუთში მოდის ხოლმე, აი ნაძვის სუნი მოდის, ამას გრძნობს ადამიანი და ის რბილი ტონები რაც აქვს. თანაც ნახეთ, თორსა მეგრელი ბოლავდა. არასდროს არ იყო ისეთი მუქი ყავისფერი და ინტენსიური. სადღაც ეკიდა თავისთვის ბაცხაში და ბოლი იყო სადღაც კუთხეში და ოდნავ დაკრავდა ეს ბოლი და ესეთი ინტენსიური მიშვებული არ იყო. ხანდახან აი ბოლის გემო ქონდა თორე ფერი ქონდა უფრო გამხმარი ყველის ვიდრე ეხლა სამწუხაროდ რაც უფრო მუქია და რაც უფრო კარგად არის შეკვასკვასებული არა არ სწორი არ არის ეს ყველაფერი მაგალითად რო ჩამორთოდა აი დააჭირო ღილაკზე და ილაპარაკიანა სულ ვილაპარაკე რო იყო ღილად გამოიკვლიათ არის თუ არა ეს ფოთლოვანი შებოლილი მოსთხოვეთ საბუთი რომ ნამდვილად ეხლა მაგალითად შებოლვის თემა ძალიან წვავე დგას ქვეყანაში სადაც გინდა იქ შებოლო ესე არ არის მე ძალიან წარეთ მახსოვს პირველად პირველ ფესტივალს რო ვაკეთებდი სად ძალიან მინდოდა შებოლილი ნაწნავები მქონოდა ბევრი დაყრილი დიდ დაწნულ კალათაში და ერთი ქალბატონი მირჩეს რომ ის ქალბატონი ბოლავს გეგუნებით 23 წლის წინანდელ ამბავს და დააგვიანა ამ ქალბატონს და სახლში მივაკითხე მისამართი გავიგე მას არ უნდოდა მე რომ მის სახლში ყოფ რომ მივედი რომ ნახე რაში ბოლოდა და სად ბოლოდა ამას ვერ ვეტყვი მომხმარებას გული გამიხდა ცხარეცრემლებით ვიტირე იმიტომ რომ მეთქი კიდე კარგი ვნახე თორე ნუ ახლა ხო მაგრამ ეგრეო და გადის და იყიდება ეგეთი აი ნახეთ მე ვფიქრობ რომ რძის შემადგენლობაზე და ყელის ხარისხზე და კიდევ ბევრ რამეზე არანაკლებ საშიშია შესაბოლი კამერები რამდგომარი ირიცხება თუ არა ის სათანადოდ ეხლა თანამედროვე შესაბოლი კამერები ნახეთ როგორია ხო შედის ბოლი ხო ისეთნაირად შედის რომ პირდაპირ ინტენსიურად არ ურტყამს ანუ ყველაფერი გათვლილია რომ ჯანმრთელობას არ შეეხოს და ტრიალიც შესვენება დაყოვნება გამოტანა და მე რეცხვა თვით რეცხვადი ნუ ძვირიღეს ასეთი შესაბოლი კამერები მაგრამ ცხადია ღირს ასეთი კამერისთვის ფულის გადახდა ვიდრე იმ კუსტარულ რაღაცებში როგორშიც რამდენი ცხოველისგან კეთდება ყველი უცნობი არის ვირი ხა დანარჩენი ნუ ჩვეულებრივად კამეჩი თხა ძროხა
ეს არის ტრადიციული კლასიკური რძის მომწოდებელი პირუტყვი, მაგრამ გაჩნდა ვირის თემა, ეს სერბეთის კუნძულებზე საქართველოშიც. კი, საქართველოს ჟვირლანდია დაარქვა ერთმა ჯგუფმა. არ ვიცი ყოველს აკეთებენ თუ არა, ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიცნობდი, მათ მაშინ არ აკეთებდნენ, მაგრამ თვითონ რძეს ყიდიან, საკმაოდ ძვირად ღირებული რძეა, 60 ლარამდე ღირს ლიტრი, იმიტომ რომ ამბობენ პირდაპირ უებარი წამალია ჯირკვლების და მაგალითად ბატონები როცა აქვს ბავშვებს და ყივანახველა რაღაცა, ამბობენ აი პირდაპირ ექიმი კოვზებით უწერს ვირის რძეს. არ ვიცი ეს რამდენად ასე თქვა, მე კი ვიცნობ ვიტალი ხარაიშვილს არაჩვეულებრივი ინფექციონისტია, მაგრამ მისგანაც გამიგია რომ ვირის რძეს საკმაოდ ისეთი. თან იმიტომაც ღირს ძვირი. ამბობენ რომ სერბეთში კუნძულებზე გაჩნდა ვირის ფერმები და ყოველსაც დიდი ასე ვთქვათ თქვენ გიჭამიათ არა თუმცა სიამოვნებით შევჭამდი იმიტომ რომ არ არსებობს ყველი რომელსაც მე არ გავსინჯაო აი რასაც შეხვედრეთ ყველაზე აი ესეთი ყველი რომელსაც აი ვერც კი იფიქრებდით რომ ესეთი ყველი არსებობს გერმანიაში არის ესეთი ეხლა იანვარში იწყება 10 იანვარს 17 იანვრამდე არის Green Week მწვანე კვირეული. სოფლიოს ყველა ფერმერი ჩამოდის და იღებს აი ამ თბილისის ხელა არის მარტო საგამოფენო სივრცე უზარმაზარი სივრცეა ბერლინში ტარდება ყოველ წელს და იქ ვნახე აი ეს გახმაურებული ცნობილი მონჩაგოი ქვია მე მგონი ზუსტად არ მახსოვს მატლი აქვს ყველს შიგნით მატლი ფუთფუთებს და აი იმდენად ინტენსიური მოძრაობაა შიგნით გეჩვენება რომ ყველი დადის სიმართლე გითხრათ ვერ გავსინჯე ვერ გადავახე ამ გამოფენებზე აი ქართული ყველი არ არის წარმოდგენილი მე ვიყავი ერთადერთხელ მაშინ იყო ოთარდანელია მინისტრი და მისია კეთილინების დამსახურებით ვიყავი თუმცა კულტურის სამინისტრო დაგვეხმარა იმიტომ რომ გავიტანეთ როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსის მქონე გერმანიაში ბერლინში კი არა ტენილი არა ბევრი ყოლი გავიტანეთ იყო უზარმაზარი რიგი და გვერდით ბრიტანელების უზარმაზარი პავილიონი იყო ძალიან მაგრად ვაჭრობდნენ თან რაღაც გონგი ქონდა დაორტყამდნენ ამგოს გამოცხადდებოდა გაყიდვა და მიესეოდა ხალხი და ის ხალხი გადმოვიდა ჩვენთან იმიტომ რომ მე ვაბწყელებდი იმას აი როლებს ვაკეთებდი სულგუნის ფირფიტებს ვაკეთებდი ვახვევდი ნადუხშიგნით და ნუ მომაგწინებლად გემრიელი იყო პიტნით და წიწაკით და ნივრით და ასე შემდეგ და ერთი ახალგაზრდა კაცი მოვიდა და ძალიან დიდი ნაკლი აქვს თქვენს ყველსო და მეთქი რა ნაკლი აქვს შევცვი და აქ არის ყიდებაო იმიტომ რომ ჩვენ გაგიცვლება არ გქონდა ჩვენ მარტო დავაგემოვნებინეთ მოგეთ აი ქართული ძალიან მინდა რომ რაღაცნაირად მართლა მინდა რომ გავიდეს ეს ქართული ყველი გახდეს პოპულარული და რაღაცნაირად გამოფენებზეც იყოს წარმოდგენილი და ინტერესება იყოს ძალიან დიდი იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ძალიან მიყვარს და მგონია რომ ერთ-ერთი ის პროდუქტი არის გუდის ყველი რომელსაც აქვს ყველანაირი შესაძლებლობა სულგუნსაც რომ საქართველოს სახელითაც გავიდეს წარმოდგენილი იყოს ყველა გამოფენაზე იქნება წიგში ტენილსაც აქვს საკმაოდ კარგი პოტენციალი ესეც დავარგებისკენ მიდრეკილი ყველია მე მაგალითად ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა როდესაც ადამიანებს გავასინჯე ახალი გაკეთებული ტენილი იმდენად უსაშველოდ გემრიელია რომ აი მაგალითად აი მინახავს მეგობრების შვილები რომელსაც ცხოვრებაში ყველი არ გაუსინჯავთ კარაქი არ უჭამიათ ამას მუჭებით იტენიან პირში იმდენად მოსწონთ და ბავშვი არის ესე თქვა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინდიკატორი რომ უნიკალური ყველია მაგრამ ნახეთ როგორი რაღაც არის სინამდვილეში ამ ყოველს ერთი წელი აქვს ვადა რომ იცხოვროს აი ამ ქოთანში და ოდნავ შრება ოდნავ შრალდება და მძაღდება სავით მაგრამ ეს გემო მოსწონთ მესხებს და მე პირდაპირ ამოყვანილი ტენილი თავის ახალი ამოვლებული ნაღებში გავასინჯე ბაზარს და მას მერე ასე ვთქვათ ორი ტიპის ყველი არის ისე როგორც დამბალხაჭო არის ორი ტიპის დოზგან დამზადებული და ჩვეულებრივი ხაჭოსგან დამზადებული ორივეს აქ არსებობის უფლება იმიტომ რომ ეხლა ეს უკვე ბიზნესია და თავისთავად ცხადია ბიზნეს თავის მოთხოვნები აქვს ყველი რომელსაც რატო არ ვაკეთებთ ყველს რომელსაც დიდი ხნით შევინახავთ ცოტა გქონდა როგორც ჩანს ყოველთვის დიდი ხნით რომელი ქვეყნები ინახავენ აბა დააკვირდით უკან აკვირდით რომელი ქვეყნები რომელსაც ჭარბი წარმოება ჰქონდა ძე ჰქონდა იმდანაც მოძალებული რომ თუ არ ისწავლიდა დავარგებას და თუ არ ისწავლიდა შენახვას
ყველი მალფუჭებადი პროდუქტია, მაგრამ როგორც კი ისწავლა დავარგება, კანი, აი ხო გითხარით, აი ბუქი მოედება, იქიდან ცხიმი რომ გამოდის, რომ შემოეკვრება, ის ინახავს ყველს. მერე ტენიანობაა საჭირო, ტემპერატურული რეჟიმია საჭირო, მოველაჭირდება, თორე პარმაზანი რო ქვავდება წლის თავზე და ნაჯახით ვერ ჭრიან და გასახეხვალად ითვლება, ეს არ არის ასე ვთქვათ შემთხვევით, ეს მიგნება ზუსტად იმ ბიზნესიდან გამომდინარე და ინდუსტრიიდან გამომდინარე, რომელიც დაუკავშირდა პარმაზანის წარმოებას, ხო? ასევე მაგალითად სულგუნსაც რამდენ 4 თვე შეინახავს სულგუნს მეტი, ისიც ვაკუუმში, მაგრამ თუ გამხმარ ჩამოვკიდებ იმას თავ. აი იმერული ყველი ხარ, არავინ არ იცის, რომ იმერული ყველის მძივები არსებობს. არსად არ შემხვედრია ამაზე, ვინმე მესიცოდეს იმერლის გარდა. ოთხკუთხედებად ჭრიან, ძაფს წამოაცმევენ და გარეთ აკიდებენ ჰაერზე და ხმება, როგორც ქვა ისეთი ხდება, მაგრამ ფანტასტიურია იმაში, რა ქვია, ფაფეულში, ღომში, მჭადთან, სუპებში, წვნიანებში არის ფანტასტიური. გახეხავენ ან პირდაპირ ჩაყრიან და არაფერი ჯობს მიჭამას. გონია მართლა პარმაზანს ჭამ. პარმაზანიც რა არის, ხო? წყალგამოდევნილი, კარგად გამოყვანილი, დავარგებული, კანში შეფუთული, საკუთარ კანში დამწიფებული ყველია. ყველს აქვს ეს თვისება. სოფლიო ყოს, ყველას. გინდა ჩხოროწყუში გაკეთე და გინდა უგანდაში გაკეთე. იბადება, მწიფდება, ვარგდება, ბერდება და მერე უკვე ჭამ. აი, რამდენიმე ესეთ კითხვა აქვს, აი, როდის არ უნდა სად არ უნდა ვიყიდოთ, მოდი ჯერ ეს ვთქვათ ყველი. ქუჩაში. აი, სადარბაზოდან სადარბაზო კი, დობით, აი მე მაგალითად მოხუცების მიმართ მაქვს და ფერმერების მიმართ და მეურნების მიმართ მაქვს ისეთი გადაულახავი მოწიწება, რომ სულ მგონია რომ ყველა მართალია, ყველა არის სუფთა, ყველა არის გულწრფელი, ყველა არის ნატურალური, მაგრამ როდესაც სადარბაზოში დგას და 1000 ფეხი გაივლის გამრე ქვევით შავ პარკში ჩაწყობილი ულაგია მწვანილთან, ზესუმზირასთან და რაღაცასთან ერთად და 1000 ფეხი იქ რანდა შეიძლება ყველი იყიდო. ყველს აქვს თავისი ადგილი. ყველი უნდა იყოს შეფუთული, კარგად, ხელი არ უნდა ეკარებოდეს, არ შეიძლება ასეთი დარღვევები არ შეიძლება, არის დაბინძურების 1000 კერა არსებობს, ხო? ვიღაცამ გაიარა ჩაახვალა, ამიტომ შეფუთული თუ არ არის, მინიმუმ შეფუთული თუ არ არის, არასოდეს არ უნდა იყიდო ესეთი ყველი. კარგი, ეხლა მაშინ როგორი ყველი არ უნდა ვიყიდოთ? სად არ ვიყიდოთ, გავიგეთ, მაგრამ როგორი, აი ერთი შეხედვით, რომ თქვენ დარწმუნებული ვარ, რომ აი რო შეხედოთ, იტყვით, რომ მე ამას არ ვიყიდი. მაგრამ ჩვენ შეიძლება ვიყიდოთ. სუნი. სუნი. რძეს აქვს ესეთი ძალიან კარგი ინდიკატორი. ტკბილი სურნელი. სუნი კი არა, აქვს სურნელოვანი. აი ის სურნელი ბუკეტი, ღვინოში ხო არის გარკვეული ბუკეტი. ბევრად უფრო მძაფრი ბუკეტი აქვს კარგ ყველს. თუ იქ არის მძაღე სუნი, მწარე სუნი, ცუდი მარილწყლის სუნი, იოდიზირებული რაღაცა სუნი, ზედმეტი სუნები, რომ პირდაპირ ესე უკან გადაგაგდებს, არ უნდა გაეკარო ასეთ ყველს, იმიტომ იქ აშკარად ყველაფერი დარღვეულია. აი ეხლა ეს ყველი ხო არის დავარგებული, თეთრიობი და სოკოა. აი მე ვგზნობ რომ სოკოსტონები, ანუ ის ბაქტერია რომელიც ზედ განვითარდა, არის კეთილშობილი ბაქტერია. ეს ყველიც, აი ეს არის დაახლოებით 1 წლის ყველი. რაჭის ახლა ამას ნახეთ როგორი არის, სანთელივით არის. აი ტენილი ყველი თავის ცხიმში არის შენახული. აი შებოლილი სულგუნი. სასწაულის სურნელება აქვს, ხო? ამიტომ პირველი ასე ვთქვათ, განმზიდავი არის სუნი. მერე უკვე სიტყვაზე თუ შეატყობთ, რომ აი ხო თვალითაც იგრძნობა მსხრევადია თუ არა. თუ ერთიანი მასა არ არის, თუ ის არ არის შეკრული მასა. აი თუ გამიჭერით რა ნახევარ და ჭრილში რო დაინახავთ, რომ სიტყვაზე იფშხრება, წვივა, არიკავებს თავს, სასაკურველია იქაც დარღვევით არის გაკეთებული, ხო? ამიტომ სუნი, გემო ვიზუალი, თვლების რაოდენობა, თვლების სიდიდე, წვრილი თვლები გითხარით დასაწყისში, რომ მახასიათებელია, მაჩვენებელია, რომ დაბინძურების დონე მაღალია ყოლში. აი ეს ყველაფერი 24 საათი უნდა ვუჩიჩინოთ ადამიანებს და უნდა ვუხსნათ და უნდა ვუთხრათ, რომ ჯერ ერთი, როდესაც ყავს სიტყვაზე კარგი მეზობელი მეყველე სოფელში, ყოველთვის ენდოთ მას, იმიტომ თუ იცით როგორი ხალათია, ცვია როგორ დაიბანა ხელი, რამდენჯერ დაბანა ცური, ხო? ეს ყველაფერი ხო მოქმედებს, ზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მინდა რომ ბევრჯერ დაიმახსოვროს ეს ჩვენმა მეგობარმა მსმენელმა და ზოგადად კეთილგანწყობილმა ქართული ყველის მიმართ ადამიანებმა ძალიან რთულია რძის დაცვა. თვითონ ალერგენია, ზედმეტად სენსიტიური და ზემგნობიარე ნედლეულია, მოწველი თუ არა იმ წუთში სუფთა ვედროში. ნახეთ,
ერთ ძროხას რო ტილო გამოუსვი და იმ ტილოთი თუ ჩახვედი ბოლომდე და 50000-ს ქალია ის დალოცვილი და მისი ცურიც გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, ხო? მასტიტია, მასტიტი ფარულია, მასტიტი ხილულია. ერთს თუ აქ მასტიტი პირველს ჩათვალე რომ 50-ს გადასდე, იმე ყველას თავისი ინდივიდუალური ხელსახოცი უნდა გქონდეს, ყველას თავისი ინდივიდუალური ვედრო უნდა გქონდეს. ფუფუნება, დიდი ბოდიში შენ რო ჩემზე ფულს აკეთებ და მაჭმევი იმყოლს და მასმევი მრძეს, კეთილი ინებე და 1.11 ვედრო იყიდე და მერე როგორც კი მოწველი და აგროვებ სიტყვაზე სხვა ბიდონში, ის უნდა იყოს გრილადგილა, სასაკეთებდა გლეხი. წყაროსთან ახლოს იყო ყოველთვის, მდინარესთან ახლოს იყო და როგორც კი მოწველა ჩადგავდა მდინარეში, რომ გაციებ, გაგრილებული იყო, რომ არ მომხდარიყო, იმიტომ რომ წამის მიასეთში ბაქტერიები იწყებენ უკვე მუშაობას. ან თქვენ მაინც რეკომენდაციას უწევთ თუ არ უწევთ ყველის მაცივარში შენახვას? ყველი სიგრილეში უნდა ინახებოდეს. მაცივარში არის 2 გრადუსი. მაცივარში ის სულუგუნი ცალსახად არის. იმერულს არა უშავს რა. იმერული ასევე დახურულ ჭურჭელში უნდა ინახებოდა. ზოგადად დახურული ჭურჭელი არის ყველის გადარჩენა. თუ ღიათ ინახავ, ესე იგი გინდა რომ გახმეს, გინდა რომ გამოშრეს, გინდა რომ კანი გაიკეთოს. ეს სხვა მიმართულებაა ყველის შენახვის. მაგრამ ის კითხვაზე 2 კილო ყველი მაქვს, 2 თავი ყველი მაქვს და ვერ ვჭამ ამას 1 კვირის მანძილზე, მაშინ ის მე დახურულ ჭურჭელში უნდა მქონდეს და როდესაც საჭმელად მინდა, მხოლოდ მაშინ უნდა მოვხადო თავი. ამოვჭრა ზუსტად ის რაოდენობა ნაჭრების, რომელიც იმწუდა. ამოვიღე, დავაგდე დაფაზე, ხელით მოვდუდღრე, მერე ისევ ჩავაგდე, ის ხელი მე მწვანილს შევახებ, მწვანილს თავისი პარაზიტები აქვს. ხვდებით? აი არ მინდა ამ თემებზე ლაპარაკი, მაგრამ არ გამოდის ამის არტყვა, ნახეთ? ამიტომ სახში ხელთათნებით არავინ არ მუშაობს, ხო, სასაცილოა ხა. მე რო ვინმე მითხოს სახში ხელთათნებით მუშაობ, არა, ხო? მაგრამ ხელი სულ მუდმივად გადაბანილი უნდა გქონდეს, ხორცს რო შეახე, იმ ხელით ყველს არ დამოკიდო, პურს რო შეეხე, ანუ ეს ნიუანსებია თითქოს არაფერი, ახლა ეს ქალი რაღაცას რატრატებს და რა გააკეთებს, უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ ძალიან გზნობიარეა ყველი და ყველაფერზე რეაგირებს. კი ბატონო, აი ბოლოსკენ წავიდეთ, ხა იმიტომ რომ დაახლოებით 1 საათიანი არის ჩვენი პოდკასტი და ლაშქრად გადავწვდით. მე ვილაპარაკეთ 1 საათს როგორ ამოჭრეთ აქედან. და აი სასაცილოდ ჟღერს ალბათ ეს კითხვა, ყველს თუ ყინავენ და რამდენად სწორი არის გაყინვა? კი, ყინავენ და ბევრი მიმართავს უკვე ამ მეთოდს. შენახვის მიზნით. ბატონო? შენახვის მიზნით. კი, მაგალითად აი აჩუქეს, ან იყიდა სადღაც მოხდა იმერეთში, კარგი ყველი შეხვდა 10 თავი, იცის რომ გემრიელი, იცის რომ ნატურალურია და იყიდა სიტყვაზე 100 ლარის ყველა ჩამოიტანა. რა ქნას რაღაცა ვერ ინახავს ახლა მე ვინახავ მაგალითად ყველ არასოდეს არ მიფუჭდება რაცაც უიძახომ თუ გაგიფუჭებათ მე მომეცით ის ყველი იმიტომ რომ მე იმას აუცილებლად გამოვაწორებ ამიტომ ინახავენ საყინულეში ერთ-ერთი გზა არის ასევე შენახვის კონსერვაციის გაფრთხილების მისი მაგრამ მე ვერ გეტყვით რომ კი იმშვიდებენ თავი არა იცით და გემო საერთოდ არ შეუძლია გამორიცხული აი მაგალითად ერთ ცნობილი შეფი რომ არის ყოფილი ფეხბურთი რამზეს რომ სიტყვაზე რამე გაყინული მიუტანო გამარჯობას არ გეტყვის არც ხილს არც ხორცს არაფერს არ ყინავს არც თევს ვერიტანს ვერაფერს გაყინავს არა ეგ ზოგადად მესმის მაგრამ აი კონკრეტულად ყველაზე პირველად ინახავენ მაგრამ მე პირადად არასოდეს არ ვინახავ ყველს საყინულეში ღმერთმა დამიფაროს ასეთი შეურაცხყოფა მივაყენო ყველს ვცდილობ რომ ის თავის ბუნებრივ გარემოში ვამყოფო და თავის ბუნებრივ გარემოში გავაგრძელებინო ცხოვრება ანა ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ უნდა დავასრულოთ იმიტომ რომ არ მოუწურავთება და ძალიან მენანება ასე ვთქვათ ამ ეპიზოდის დასრულება მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ კიდე შევხვდებით და გავაგრძელებთ უკვე რძეზე და რძის პროდუქტების სხვა მიმართულებით ბედრო მარტო ყველი ხომ არ არის კარაქია ერბოა სიმჟავა პროდუქტებია ის თავისებური სამყარო სიმჟავა პროდუქტები კიდე ცალკე მიმართულებაა და გაცილებით უფრო სარგებელია მეტი სარგებელია ვიდრე ყველს კი ბატონო და ჩვენ შემდეგ ეპიზოდებში ნამდვილად დავუბრუნდებით ამ თემებს ძალიან დიდი მადლობა მოკლედ აი ძალიან გულწრფელად გამიხარდა რომ ესტუმრეთ მგონია რომ ძალიან დიდი ინტერესსაც გამოიწვევს იმიტომ რომ საზოგადოებას მე ვხედავ რომ აღელვებს ეს საკითხი და მგონია რომ თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ ყველაფერი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის მადლობა თქვენ და მაყურებელს თუ გამიძლებს დამშვიდობებისას ჩვენ აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენ მხარდამჭერ პროკრედიტ ბანკს რომელიც არის აგრობიზნესის მხარდამჭერი საქართველოში ასევე მადლობა უნდა გადავუხადოთ აგროტექნოს კომპანიას რომლის
ფილიალები არის თბილისში, ყვარელში, ლაგოდეხში, თელეთში, ახალციხეში, ნინოწმინდაში და სენაკში. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი მეორე ეპიზოდი. მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხები YouTube-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და Spotify-ზე და დაელოდოთ შემდეგ ეპიზოდებს. იმედი მაქვს, ბერს გაიგებთ ქართულ ფერმერულ მეურნეობებზე.